წაიყვანეთ და რავის ერთი კვირა ვიტირეთ და მერე გავხადეთ და ვბანეთ და არ არისო საავადმყოფოში რომ დავრეკეთ იქაც რავისი ჩვენ უმეტი მიცვალებული არ აქვს და რაც წაიყვანეთ ეგ არისო ვიცი, სუსიფტარი მოგვიყვანეს და ვიტირეთ ერთი კვირა და აგერ შეგვექნა სუსიფტარი და ჩვენი ახლა მე ვიყვანით აგერ გუშინ საღამოს და აღა დროს გუშინ დილას დაბანეს და ჩასვეს არ არისო და ეთყობოდა რომ არისო, მაგრამ იქიდანო ასე თქვენსო ჩვენ უმეტი კვირა აყავდა. დათხარ? კი. რაგაცინებს? მე ხო იცი ჩემი ამბავი, აი რომ ჩაირდება კამერები, აი ოფლი გამდის ლაჯებში ისე მიხარია. გადაცემა სარკასტიკა, გახსნილად გამოგვიცხადებია. რატო გაჩუმდები ხო? რა გაყვირებ? გახდა ყურის ბარაბარი. მისე მიხარია ხო მე რო იწება ორშაბათი ტიკ მიხარია? რა მომწარებული ხევარ მთელი ეთერი. დღეს ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის გვაქვს სურპრიზი და დაელოდონ, იმიტომ რომ ახალ მოგზაურობას ვათამაშებთ. ენა ჩაიგადე. მოკლედ, მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკა გახსნილად გამოგვიცხადებია და თქვენთვის არ ვიცი არის თუ არა სასიხარულო, ჩვენთვის არის სასიხარულო. რასაც იზღარი ხარ, ჩემი დაწყება არასდროს არ მოგწონს. იცი რატო არ მომწონს? იმიტომ რომ ჯერ მე გაწერილი მაქვს ასე რომ უნდა ვთქვათ ჩვენი სიახლეები და ამ სიახლეების მერე თავარ თემაზე გადავდივარ და სიახლე არის ის, აბა რა არის ჩვენი სიახლე? ორი ახალი სპონსორი დაგვემატა. აი ესეც არ თქვი სწორედ. უნდა მეთქვა ერთი მე და შემდეგ ეთქვა ერთი კი არა, ორი. არ ვსწავლობ სცენარს, ვჭამთ მარტო ვაფლს. მაშინ ასე მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკაში ჩვენთვის სასიხარულო ამბავი მოხდა, რომ დაგვემატა უკვე თქვა რა ვქნა ჯანდაბას ორი ახალი სპონსორი. აი დამიმატე ჩემო მემონტაჟე დაყარე ფერვერკი. მე როგორ მიხარია ის რო რეკავენ რომ აი გვაქვს შანსი იმისა რომ თქვენი გადაცემა დაბასპონსორ და ჩვენ მეუბნებით რომ აი კი. თან ჩვენთან ამბავი ის არის რომ სპონსორები ყოველთვის რაღაც სილამაზესთან, მოგზაურობასთან, ну, კარგი, ბედნიერი ისენი არიან. ისეთი სპონსორები ყავს, აი რო გაგიხარდება მაგათი ხმა რა. მოდი დავიწყოთ პირველი. ჩვენი ახალი სპონსორია Moonlight თბილისი თანამედროვე სილამაზის სივრცე, სადაც მაღალი ხარისხი, პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო და ხელმისაწვდომი ფასები გელოდებათ. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია ქართული ბრენდი საფერო, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებით ქმნის სახის, თმის, სხეულის მოვლის საშუალებებს, რომელიც ჩვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის აი საოცარია. მოკლედ, ანუ ეგ არის შენთვის შექმნილი. აი, ჩემი თმა ესე კარგად და ფუშფუშად რო გამოიყურება, ქართული ბრენდის საფეროს დამსახურებაა. ასევე, მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკაში თუ გსურთ სპონსორობა, თუ გსურთ რომ ჩვენ ლამაზ და რეიტინგულ გადაცემაში, რომელიც პოზიტივს იწვევს ადამიანებს, რომ შემოხვიდე და გაგირეკლამოთ თქვენი წარმატებული, ნაკლებად წარმატებული შეიძლება, წარმატებული კომპანია ან ნებისმიერი ბიზნესი, აი აქ ამონათდება ჩვენი მისამართი, მოგწერეთ და აუცილებლად დაგეკონტაქტებით. აი, მინდა რა, აი. რგოლი და მე გიждები პოცზე. რა кай კვამლი აქ. ჩემი პოცი სად არის? ჩემი პოცი ისე მოიპარე, ხო? ანუ მე რამდენი ჯიმყარავ ჩემ პოცს. მე მოგიტანე ხიჭენ დაგაპარე. მე მეგონა აღარ გახსოვდა. ანუ მე რამდენჯერ უნდა მოიპარო? კარგი ვინმე. მომიტანე სასტრაფოდ. მე თუ აი უკვე რო იპარავს პოცის, წარმოიდგინეთ ხალხო. ხო გაძლევ შეოჯახ დალოცო, ხო გაძლევ. ვინმე. ხო გაძლევ. ორცალია გაწალე. ეგ სტუმრის არის. სტუმრის? ხო. ანუ ორი ცალი გინდა ხოლმე ერთ გადაცემაში, ხო? აქამდე ეგ პარადი და ვერ წახვდებოდი. ორ წელს ვიღებდი. და ასევე მეგობრებო, დღეს გვეყოლება გიორგი პარიძე, რადგან გიორგი პარიძე გაათამაშებს პარიზში ორკაციან საგზურს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ გამოტოვოთ გადაცემა, უყურეთ და ყველა დეტალებს თუ რა არის საჭირო ამ საგზურის მოსაგებად, ჩვენ გადაცემაში ძალიან მალე გაიგებთ. რატომ მოიწყინე ჩემ პეტერა? ეხლა ევროპაზე გამახსენდა. შენ რო ევროპაში რო დავდიოდით ქუჩებში და ისინი ვნახე, მე რა სასწაულია ქვეყანა, რეიბი აღარ არსებობს. ერთმანეთზე რო არის მკვდრების ფერფლები, რა ქვია იმას, აი კრემაციას რო უკეთებენ. სად არის ერთმანეთზე მკვდრების ფერფლები? აი სად გინახავს ერთმანეთზე მკვდრების ფერფლები? რა გამოუსვილი ხარ ევროპაში სულ ეგრეა ბიჭო, ის პატარა ერთმანეთზე არ არის, ეს არის ჩვეულებრივ ეს სართულებად არის გაკეთებული. იმაშია, ვაზებში რო აქვთ დადებული. ხო და სიუჟეტი გავრცელდა, რომ ის რა ქვია, საქართველოსში ციცულება წესი.
რა სიცულელია. არა სიცულელია. რა სიკრიჭები ხლა მე რო უტყვარ ინფორმაციას არ ვიტყვი? შენ სხვათა შორის ნახევარზე მეც. არა, ბიჭო, ტელევიზიაში ეხა არ მოყვები იმ ჰიპერმარკეტს, სადაც ეს კონსულტანტი გოგოები რო გადარია და გააგიჟე რომ საკანელას კამპი. არა, ის არის რა ქვია, სიუჟეტი გავიდა ტელევიზიამ გადმოსცა, რომ ადრე რო ეხლა აღარ იქნება ის კუბოები და ის რომ ჩასასვენებლებში აღარ ჩაასვენები და არ დამარხავენ, ეგრე აღარ იქნება. აბა როგორ იქნება? წესი იცვლება. და ისა განახო ეხლა ის ვინახავ ხოლმე ეგეთ ვიდეოებს ერთ წუთი. აი და ჩვენი სიბე. ხალხი განადგურებულია ხა ნახე პარკებში. რა და აცი აღარ იგი რომ მოგტება ადამიანი აღარ იმასობია რა უნდა დაждდეს და ისე დაასაფლავებს დამჯარი და ხო დამჯდარი მყარი საგინახია საციკლიში არის აი უსმინე და ნახე რა სახის. რა და აცი აღარ იგი რომ მოგტება ადამიანი აღარ იმასობია რა უნდა დაждდეს და ისე დაასაფლავებს დამჯარი და ხო დამჯდარი მყარი საგინახია საციკლიში არის ვის ამოვიდა მაზლი ერთი მწკაველი მიწა ეზარება ხალხის ზენანება ზოგი ქუდით უნდა და ზოგს უქუდოთ ის არ იყო ზოგს წურბილებით კისერზე რა ვიცი ახლა ვის როგორ უნდა როგორ წავა ამ ქვეყნიდან მე არ წამიკითხავს ასად რომ დამჯდარი მყარი ენახო ცონცხი დაწოლილი იყო მყარი და ისე თუ შემოიღებენ წეს ეკონომია იქნება მიწის ალბათ ხო და რა გინდა რა პრობლემაა თუ მართლა მიწის ეკონომია იქნება დამჯდარი იყოს შენ ბიჭო შუდა როგორად დასვან მყდარი ჩვენა ესე რა როგორც აი ეს არა ეს კანონი მე ფიქრობ უნდა ის არ უნდა მიიღონ ეს კანონი ამას პლუს ეხლა მე მგონია რომ რაღაც სიცულელია რა დამჯდარი მყდარი არა იცი მე გადავყევი კომენტარებში ხალხი იცი კიდე რასაც წერს ემიგრანტი ქალი ჩამოვიდა და ბებიამისის სასაფლაოზე ზემოდან ვიღაცა დაუმარხიათ ბიჭო მართლა ქალი შოქში იყო ფოტო და იმით ვიცანი აღდგომას გადაღებული ქონათ ხით იცნეს რომ იმ ხის ქვეშ იყო დამარხული და ფოტო გადაუღია და ჩამოვიდა და არც თქვა დახვჭა ადრეშოთ კარაფერი სხვა დაუმარხიათ იმის ადგილზე მე რა ორზე გადააგორებს კვერცხს და ეგ არის აი არ ვიცი ხალხო სუ ჩამოიშალა ეს ქვეყანა რეს აღარ გაიგებს კაი მოდი გადავიდეთ ახლა პოზიტივზე მე მინდა წინა გადაცემაში არასწორად გავაჟღერე შენზე ინფორმაცია სუ არასწორად ლაპარაკობ და მე კომენტარები შემოდის და ხალხი მანდ და ხალხოთ მინდა ბოდიში მოგიხადო აი მოგიხადო გადაგიხადო როგორც უნდა ჩათვალო აი იმაზე რომ ნამდვილად ვიმსახურებ ცალიყვერი გაქვს ანუ არ გაქვს უბრალოდ არ გაქვს იცი რამდენმა მომწერა ხო ვიცი მეც მომწერეს და ამიტომ ასიდან მოიტანე ცალიყვერი ამიტომ გიხდი ბოდიშს ამ არასწორი ინფორმაციის გაჟღერების ვითომ ცალიყვერი გაქვს თუმცა კიდე კარგი შევწუხდი ხო და თუ ეს ხალხი მწერდა მარჯვენა ყვერი არა გაქვს თუ მარცხენა ყვერი არა გაქვს მე ვუთხარი დაიცენტრა მეთქი შუაში მაქვს მეთქი ხო და რადგან მე მინდა რომ გამოვასწორო ჩემი შეცდომა ეხლა ჩამოვა ერთ კვირაში შენი საჩუქარი ვაიმე ხო და მართლა შენ რა პრობლემაც გაქვს რაც ვიცი შენგან მომისმენია საჩუქარი აი შენი პრობლემა რაც არის ის რო აღმოფხრათ რა პრობლემა მაქვს აი დაწეული ყვერები რო გაქვს და სიარულის დოსო ხელს გიშლის და როგორ დამარტყი ანუ შენ არ იძახი დაწეული მაქვს სიარულის დოს ხელს მიშლის აი ეს ჩამოგიტანე ეს მოაქვს საჩუქრად ინოვაციური პროდუქტი ყველდამჯერი მამაკაცებისათვის ვისაც გაქვთ გაშრობული და თითი ღვერები და გიშლით სიარულში ხელს ყველდამჯერი ფრენჩის არის შეგვეთისთვის გვეცრიეთ ჩვენ საიტზე ეხა მითხრა რამდენი გადაიხადე გაფიცებ ნუ რა მიშობა მე ჩემი მეგობრებისთვის მინდა ყველაფერი კარგი და შენ ანუ ამ პრობლემას თუ მოიგო მე აი ყველა აკვირდებოდა ნელარ პატარა ნაბიჯები ზუდად იხარ ყველა ხვდებოდა რაღაც პრობლემა ქონდა და ეხა მე ეს პრობლემა მგონია რომ გადავჭერი ბიჭო ამ ხალხს ჯერა ეგეთი რაღაცეები ჯერ არა შენ არ მომიყევი ვერ გავიგე რა მოგიყევი სადგე როდის გითხარი დიდი ყვერები მაქვს მე დაწეული მაქვს და რომ სიარულშიო მიშლისო ხელსო ფეხებს შორის მედებაო და რავი გიყიდე ეს ტრუსები და რავი რატო არ მოგწონს ყვერდამჭერი გექნება ტრუსები აი მე ახლა არ მინდა ცუდი რაღაცა გითხრათ ო ჩაიცვი მე გადაცემაში და ჩვენ ხალხს რო ჩამოვა ყვერდამჭერი დამაზდეს ყვერდამჭერი ტრუსები შეხარ ძალიან საზღარი არსება რატო ვერ გავიგე რატო მე მივხვდი შენ რას წაკეთებ რას აბაროთ მიღებ არა მოკლედ ერთ კვირაში ჩამოვა და მგონია რომ დაისვენებ ზაფხულშიც ამოისუნთქებ დრის გაუნა მოვისუნთქო ყვერდამჭერი ტრუსებით
არა, და სიარულში პრობლემა არ გექნება. მირეებს აი რას დატომ მიკეთებს აი ესეთ რაღაცებს? არა, რა ვქნა ხა რაც არის, ისე ხა მართლა კაი, რა გავაკეთო? კარგი მინდა შენთვის. კაი, კარგს გავაკეთებ ხა გადაცემა სარკასტიკის სახელით. გინდა? აი უკვე მომწონს რაღაცა ისეთი. აი, მართლა გულწრფელად. მე ხო მე ფლანცი ფლუნს რაღაცებს საჩუქრები არ მიყვარს. კაი. რა თვითონ ყველდამჭერი. ტელეფონზე რა ფოტო გიყენია? ვაიმე. ახლა არ გავგიჟდა. დაჭმოყალი. მაიჭი აჩვენე ხა. დაიცა, ინდოეთში მივდივარ. არა, აჩვენე ხალხს რა გიყენია? აჩვენე ვერ ხედავს ხალხი. დაიცა. გთხოვი ხლე. ძალიან ვირიჯდება ხო იცი? არა, მე გიორგი ნაზღაიძე, როგორც ამ გადაცემის დამაარსებელი, დამფუძნებელი. ეხა არ გავგიჟდე. მოკლედ გადავწყვიტე, თან რაღაცა არ გიმართებს არც პირად ურთიერთობებში, არც რაღაც ფინანს, რაღაც არ გიმართებს და ერთადერთი წარმატება არის შენთვის სარკასტიკა. აი, ტაჯ-მაჰალში. იმაგიტო მინდოდა ტაჯ-მაჰალში რომ ელოცა. ხო და ტაჯ-მაჰალში ვნახე ესეთი ადგილი ამ ინდოეთში. და სასტუმრო როგორია? სასტუმრო ხო ყველაფერი ფანტასტიკურია, ყველაფერი მართლა ძალიან კაი ინდოეთი და ნახე ესეთი ვიდეო. დაიცა როდის მიფრინავთ გაფიცე. არა, ჯერ ვნახე ვიდეო, რისთვის მიმყავ ხარ, არ გაინტერესებს? რისთვის? დასასვენებლად. არა, იქ არის ესე იგი სასწაულ მოქმედი სპილო. რომელთან შეხებაც ბაი ყველა სუმინდა დაიცა აისმინა აი ბედნიერ სპილოზე რო ხდებიან რა ეგეთი და აი ხორთუმით მერე წყალს რო გადმობალა აი ეგა აი ყველანაირი ბედნიერებას განიჭებს ამ სპილოსთან კომუნიკაცია აი ნახე იცი რა ამ ვიდეოს რამდენჯერაც უყურებს უმეცინე. ეხლა აქედან ინდოეთში გავემგზავრო, იმიტომ რომ სპილომ დამაჯვას. რასაცილოა? სპირიკი წარმატებას მოგიტა. წარმატების მომტანია ეს, მაგრამ შენ დაგაჯვა სპილომ თუ წარმატების მომტანია. მე გითხარ რომ გიორგი ნაზღაიძე მე და გადაცემა სარკასტიკა, ნუ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ეგეთი ძლიერი არ არის, ეხლა სპონსორები მაგდითაღაც არ გვიხდიან, მაგრამ მე წავედი ჩვენ ქართულ ზოოპარკში და დიდი სპილოსი ვერა, მაგრამ აი პატარა სპილოსისენი მოგიტარე. და გენერატო. კაპიცები რა არის? პატარა სპილოს თუ ეს აჭაგარო. გაეტორია იცარი ჭუჭყია. დეტავზე უნდა დაგაგდო. აი ცხენახე შენ წარმატება. გაუშკელი. გატყდა სკამი. დეგენერატო. ეხა ეს წაიღე სახში და ესე დაიჭირე და სურვილი უთხარი. ეხა ჯერ ინდოეთში ვერ წავალ და აქედან გამომდინე ყვაყოფილი ხარ ჩემი საჩუქრებით. აი ძალიან ცუდ რაღაცებს მიკეთებ ერთი გაი. ორი წარი. მე გატეხა ყველაფერი. საზისხა. კაი რა გწყი შეჭემო ორი საჩუქარი გაჩუქე ხა. ყველდამჭერი გაჩუქე, სპლიყვის მძღნერი გაჩუქე ხა და ბედნიერება გაქვე ხა ასე. აი ხლა უცებ არ მაფიქრდება შენ შემდეგ გადაცემაში გელოდება სპილოს მოჯმული ის რა ქვია მოგონება იქნება შენთვის. მე კიდე რა სკანდალური ინფორმაციები უნდა მომეყოლა შენთვის, მაგრამ რა ვიცი მოგიყვე? რა ტექნოლოგია დაინერგა საქართველოში? შენ წარმოვიდგინე ამ სპილოს ძღნერით რომ ზიხარ, ყველდამჭერი რო გაცვია და აი შენ აივანზე არა, ერთი თუთი. ეს შენ დაამონტაჟე თუ ამ ქალს მართლა აჯვავენ? არა, ეგრეა მართლა ამ სპილოს ტრაქში შედიხარ და ეს განავალს გესვრის თავისას მოჯმის დროს და ამას იჭერ და ეს გაძლევს, ანუ ეს არის შენი მომავალი წარმატები და ბედნიერების გზა. არ მინდა გაცვი ახლა მაგის მოჯმულის ეს ნუ მექნება წარმატება და ისა. დაიჭერა სახში. ეს იმან გამოგატანა? მზიამ პიარმა. ერთი კურსელი შენ დაიჭირე? არა, მე ყველაფერი. მეორე კიდე მზია. მე ყველაფერი კარგად მაქვს. ყურეთ არას უბედური სულია. შენ სანამ მაესე გენაცვალე ზოოპარკებში დადიოდი და კურკალებს კარგავდი. აი, ვიცი ამითხარ, ესე რო ზიხარ გტკივა, მაინც ეს გრძელი ყვერების გამო თუ როგორ აგაგ. თუ რამით იჭერ ამ ადგილს. ამ რო ჯდომისას მართლა მაინტერესებს გულწრფელად. აი მამის ხელა კაცი ხარ ხო აკეთე ხა. გინდა ყვერებს აგეჭინო მეთქი. არ მაწუხებს, კარგად ამარ, დამანებეთ არის. მეც არ გამიკვირდა ამ დაშვებულ შავლებს რატო იცნო, თუნდაც გძელობია.
ყვერჩიტა. აი სიარულის დროს აი ყვერი ამშერმას აი ზეხტუნებს აი ტიკ 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 მესმის. ანუ ეგ ხდა ისო ერთ კვირაში ჩამოვა და ჩაიწყო. ჯო. ეს მე სისხლი მიდუღს და მაგიტოა თორე მე რა შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ შენთვის. ანუ საჩუქრებსაც გიკეთებ, წარმატებისთვისაც ვცდილობ რომ წარმატებული და ბედნიერი იყო, მეტი ვერაფერს ვერ გავაკეთებ მე. всё. მადლობა, პროსპილოს განავალი მომიტანე საჩუქრად, ამ სიკეთეს არ დაგივიწებ. ყვერდამჭერი? ყვერდამჭერზე ვაფშე. შოქში. ძალამოს ფერებში. ნახოთ, თუ ხალხი დაინტერესდება, მე ნამდვილად მაგ ყვერდამჭერით გადავიღებ ფოტოს და სოციალურ ქსელში გამოვაკვირდებ. სარკასტიკის გვერდზე დავტოვ. Good. შენ სანამ ჩემო ნაზღო ყურკლებს დაძდევდი სპილოსი, საქართველოში ტექნოლოგია დაინერგა, შოქში ჩავარდები. რაზე? რა მოხდა? ამოღერღე, რა მოხდა? რა გააფუილე, დაუსრულე. როგორ გაინტერესებს ჩემი ისტორიები. ტექნოლოგია დაინერგა საქართველოში, აი რიგებით გას რამხელა იცი, 10 წუთში საშვილოსნოს გივიწროვებენ. დაივიწროვე? ჰა? ესეთი ღიმილით რო ყვები, ესეთი გაყოფილი ხარ. ანუ წინ და უკან დაივიწროვე თუ მარტო წინ? თუ უკან სად დაივიწროვე? პიკი გაქვს პატარა. ეხლა წარმოვიდნენ იმ კლინიკაში რო სადაც ის ლაზერი შეანათებს, ეგრევე ავიწროვებს. ანუ როკის გვირაბი ხდება პატარა გვირაბი. აი სასაული. თან ეს არის ინოვაცია საქართველოშია და ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს. და ტკივილი ქონდა თუ არა? მე რა ვიცი ბიჭო, მე ხაში არ გაინტერესებს ვიდეო როგორ ავიწროვებ? მე გარყვნილი ხარ? ჰა? შენია? მე ჩემია. ხალები მიდიან და განახებ რა ხდება. ეს ხო იცი როგორ რაღაცა, ვინც მაგალითად მოუფლაშდა, ამ ბევრი პარტნიორი ყავდა არც რაღაცა. რამდენი პარტნიორი უნდა ყავდეს შეჩემო რომ მოგეფლაშოს რა იყო როკის გვირაბი. აი ხალხი შედიოდა განადგურებული და ისეთი ბედნიერები გამოდიოდნენ რომ აი ხა უყურე. ზატყა. კი. რატო უყურებ ესეთი ის და გეჩეთა. ანუ შენს გიშე რატო გაინტერესდი? შენ იქნები სახე დაბლა. არა, ისე და გაინტერესდა რაღაცა გაკ დასავიწროვებელი. აი შენი ფეხებია შეჩემო. ერთი რა ჩემ ფეხებია დეგენერატორ. საშოს დავიწროვება 10 წუთში. ლეონარდოს ლაევიტას ლაზერით. ლაზერი იწვევს ქსოვილების ტონუსის აღდგენას, ახალი კოლაგენის და საშოს კედლის გასქელების ხარჯზე. მეჯის ფსკერის გამკურნალობას და საშოს დავიწროვებას. პროცედურა მეორდება 3ჯერ 1 თვის ინტერვალით. საშოს დავიწროვება. შენახა წითელ კაბაში შეჩემო. 3ჯერ მიდიხარ და აი როგორი მოდიხარ იცი წიწყვი. ანუ კმაყოფილი ხარ. მოდი ახლა ამ კლინიკაში დავრეკოთ და ვუთხრათ რომ ჩემ მეუღლემ ჩაიტარა ეს პროცედურა საშვილოსნოს ყელის დავიწროვება ამ ახალი აპარატით. ისე დაუპატარავეთ. ისე დაუპატარავეთ რომ დატანჯული ვარ. რუსუდან. გინეკოლოგი რუსუდანი. ურეკავთ რუსუდანს, ექიმს, ვინც ავიწროვებს, ხო, ამ იმერებს? საშუებს. მეგონი მორიგი დასავიწროებლად ყავს მე მგონი ვიღაცა უკვე ვიწროვებ. ერთი წუთი დაიცა. აი ეგრე გივიწროვებ, შეჩემო? ხმა კონდა იმას, აი გეტკინა თუ? კაი, მაჩვენე. არა გაჭერა შეც მოგიტება. ალო? ქალბატონი რუსუდანი მინდოდა? ისმენთ. ქალბატონი რუსუდანი, თქვენ ავიწროვებთ საშუებს 10 წუთში? დიახ. ჩემ მეუღლეს ისე დაუვიწროვეთ, რომ ვეღარ შევდივარ და რა გავაკეთო? ნამეტანი მომივიდა გინდა თქვა. ნამდვილად ნამეტანი მოგივიდა, ანუ მეუღლე ცალკეა დატანჯული და მე ცალკე ვარ დატანჯული და. არა და მე ვუთხარი არ დამივიწროვო თქო და მაინც აი. ხო, კაი, ნინი, დაწყმარდი. რა როგორ შეიძლება გამოსწორება ახლა, როდის მოგიყვანოთ? მოგცემთ კოორდინატებს და მოგცემთ, გამოვასწორებთ ყველაფერს. ისევ 10 წუთში მოხდება გამოსწორება? დიახ. და ის ზომა როგორ იქნება? ანუ ჩვენ გეტყვით რა ზომა? რასაც ჩვენ ვისურვებთ, კარგით. სადღაც დიამეტრი მინდა 1 სანტიმეტრი. კი ბატონო. მადლობა.
რა უცხო პლანეტელი ხარ? 1 სანტიმეტრია ეს. სად არის შეჭება. ეს მეგონი ხო. შენი უთხარი, შენ ხო გინდოდა. კაი. всё. ეხა მართლა სიცილია და მივხედოთ საქმეს. აი კი კაი ზარებია, მაგრამ აი რაღაცა ვერავა რა. ხანი ხარ შევისვენოთ. რა გჭირს? აი არ ვიცი ადამიანმართა ბიჭო, აი კუჭთან მაწვება, აი თან იჟოგაც, აი არ ვიცი, წყალსავსავ და მაინც არა რა. რა გჭირს რა? კუჭი წვაგა რა გჭირს? რა ამჭირს, რა ვერ გაიგე, კუჭი მტკივა, აი რაღაც იჟოგასავითა, მაგრამ რა ხო და არ უნდა ჭამო, ყოველ ღამე რო ჭამ ამ გვიან საათებში ცხარეს რო იცოხნები და ყველაფერს მაგიტო გაქვს ეს გულზარვა და წვა და ცეცხლი მუცელში. ცხარე კი ვჭამე, მაგრამ გვიან ჭამ ხოლმე, მაგრამ აი ცხარე დღეს ბევრი მომივიდა. მე გიშველი ისევ რა. მოდი შესაწყალო. ისევ ჩვენ ასაკიანები თუ გადაგარჩენ თქვენ ახალგაზრდა. აი რა უნდა დამალევინო ახლა ისეთი რომ გადამია. პანტოპრა. ეს არის სასწაულის საშუალება. ეხა მე ამას ვსვავს სულ. მართლა. ეხა აიღე ეს პანტოპრა და ერთი აბით დალიე. მიდი. დაიცადე ჯერ წავიკითხო რას მას. არა, კუჭისთვის არის ძალიან კარგი. როდესაც რაღაცა იჟოგა გაქვს, როდესაც რაღაცა პრობლემები გაქვს, შებერილობა გაქვს, წვა გაქვს, მილიონი რამ გაქვს, ეს არის საუკეთესო საშუალება. დალიე და მითხარი როგორ იქნება. ვირიღე თუ ვია. გაჩუქე თუ. აი მას ავიღებ მაშინ აბა. გაჩუქე. არა, მართლა ძალიან კარგია, იცი როგორ გულძმაროა რო გაქვს. მე დამაცა გადაყლაპოდა, მივხვდები კარგია თუ არ არის კარგი. ყველაფერთვის ძალიან კარგია. მაგრამ თუ არ ანუ თუ გააგრძელებ ღამე ჭამას, ცხარეს ჭამას, ეს მუდმივად 1000 ჭიქა ყავის ძალებას და ასე შემდეგ არაფერი არ გიშველის ამის გარდა. მაშინ თუ შეჭამ ხოლმე ეს უნდა ატარო. მოიტა მაშინ მომეცი და მე ხო ვიცი, საღამოს ჭამას ვერ გადავეჩვევი და მე მივაყოლებ ხოლმე 1 წელს. არა, ძალიან კაია, ის მართლა პატოპრა არის სასწაული რამ. ნახოთ. კაი. რამდენ ხანში უნდა გამიაროს? დაიწყებს გავლას ეხა ერთიანად როგორ გინდა, დაიწყებს ორი ხო დავლიო. არა, ორი არა, გადაცემის სრულობისას ერთი გეყოფა. დავიწყოთ ეხა, მოდი, მოწყენილად ხარ? შევშერე თუ ხო დალია? კაია? დამაცა ბიჭო, ჯერ არ ჩასულა, ამომასუნთქე. კაი. მოდი გადავიდეთ სპონსორებზე. გადაცემის სპონსორია Flame Food-ი, ყველაზე სწრაფი კვების გემრიელი ობიექტი, რომელშიც შეგიძლიათ დააგემროთ უოგემრიელესი კერძები. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Sandom-ი, ყველაზე ტკბილი ზღაპარი, რომლის ვაფლებით ჩემთვის დაუვიწყარია. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Mi-House-ი, რომელიც არის ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ლამინატი, კაფელ-მეტლახი, კედლის ნებისმიერი საფარი და სხვა სარემონტო და სამშენებლო მასალები. Mi-House-ი ასევე შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არჩევანი თქვენი სახლის მოწყობისათვის. ასევე ჩვენი გადაცემა იწერება podcast point-ში, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი როგორც გადაცემები, ასევე პოდკასტები და ანუ აი მე ვფიქრობ, რომ პოცი არის შექმნილი შენთვის. ანუ ყველაზე ბედნიერი შენ ხარ პოცისთან ერთად. აი მე აი ჩემი არის რომ აი მაჭამე მასვი, წამომაწვი და გამაფუილებინე. სარებზე გადავდივართ, ხო იცი? ზად ხარ? გაგია რა? არა, მომეშვა იცი? მოგეშვა ხო? ხო. ფანტასტიკური საშუალებაა. მაშინ ასე მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკაში, პრინციპში დავიწყეთ. მე რამის მეჭი. გადაცემა სარკასტიკაში, ზარების დროა! როგორ მიყვარს ზარები? კარგი. ვურეკავთ ირმა სოხაძეს, მან მოიგო საფთიაქო ქსელი კარამბისგან თუ რავი რაც გინდა თქვი. მე პოცის გავაფუილებ. Mi-House-ის ჩაკუჩები, მეგონი Mi-House-ში და მივიდე რაღაც დამცავი ვიყიდო, რომ მე ვიღაცა მარქუცემოს. ალო? და ჩვენი გამარჯვებულია! რომელი ხარ? გაბატონო ირმა ტელევიზორს უყურებთ! ტელევიზორს რომელ არხზე? რუსტამი ორი! ვაიმე, ვინ ახარ? რომელი ხარ? საფთიაქო ქსელი კარმასი და თქვენ გაიმარჯვეთ, თქვენ ხართ რომელი ხარ? ასე არა, მაგიდა. თქვენ მოიგეთ 14000 ღიმილი! მაგარია. რომელი ხარ მართლა გეხვეწები? როდის მოხვალთ გადასაცვლელად ღიმილების? ღიმილები და გადავცვალოთ 14000-ში? გამოვარდები, აი ეხლა მე რა. პირიქით, ჩვენ მოგცეთ 14000 ღიმილს და თქვენ მოგცეთ 14000 ლარს.
მოვიაპარაკეთ, დამირეკეთ ხვალ. ეხლა სტუმრად ვარ და ვერ გავაპარაკებით. კარგით. კარგით. მადლობთ. მომწონს. ესე გავაკეთეთ 15000 ლარები. დავრიკოთ ეკა ხოფერიას. ტელეწამყვან ეკა ხოფერიას ჩვენ გადაცემაში ხოთიშ არც ერთხელ არ მომხდარა ისე რომ დაგვერეკა და მასაც ღიმილები მოვაგებინოთ. აჰა. ალო. ეკა თქვენ ხართ? ალო. გესმით ჩვენი ხმა? ხო. უყურებთ რუსთავიორს. რა? უყურებთ რუსთავიორს. არა. გადართეთ ეხლავე. სასტრაპო თქვენ ხართ გამარჯვებული. ერთი ზუთი. გესმით ჩემი? კი, ჩართეთ რუსთავიორი. რატო? გათამაშებიდან გიკავშირდებით. მოიცადე ჩავთავ ეხლავე. საფთიაქო ქსელი კარმასი. თქვენ გასაჩუქრებთ 14000 ღიმილით. მოიცადე შემოძმავრებს მეუბნები რუსთავიორი მოიცადე ვნახო. არ გამითიშე. გილოცავთ თქვენ მოიგეთ 14000 ღიმილი, დარჩით ხაზზე ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ. ვისაურეკე ღმერთო. აცი. ვისაურე. შეკიშალა. ეკა ხოფერიას ეგეთი ბანძი ნომერი არ ეკნეოდა ბიჭო რა, შერეულებია. მიდი ჩადეო. ოჯახი გარეთ იყო გამოშლილი და როგორ მიშესვიდნენ მიდი ჩადეო. ღმერთო მიშ უცნობი ზარი. მე მგონი არ არის ცუდი უცნობი ზარები. და შემდეგი ზარი არის ეკატერინე მიშველაძე, ტელეწამყვანია, საინფორმაციო წამყვანია და ვუთხრათ რომ ვიღებთ სადაზღვევო კომპანიის რეკლამაში, მანქანამ უნდა გაიტანოს, მერე საკაცეთი გაიყვანონ და ესე თავს წევს და იძახის რომ არ მეშინია დაზღვევო. მე დაზღვევო. არ ნერვიულობ დაზღვევო მოხს. ალო. კალბატონი ეკა მინდოდა? ეკა? სადაზღვევო კომპანია PG-დან გირეკავთ თუ გსალიათ. არ მინდა არაფრის დაზღვევა. არა, დაზღვევაზე არა, რეკლამის თაობაზე რაღაცა გვინდა რომ ჩვენ რეკლამაში მიიღოთ მონაწილეობა. პატარა რეკლამა არის და რატომღაც გადაწყდა ესე რომ ერთხმათ რომ კალბატონი ეკა უნდა იყოს ჩვენ რეკლამაში ჩვენი სახე. და რა უნდა გავაკეთო? ისეთი არაფერი, გზაზე გადადიხართ, მანქანა გაგიტანთ, მერე საკაცეთი გადაყავხართ და მერე თქვენ კადრში გამოდიხართ და ესე სახეს ღიმილიანი სახე დაცემულ ღიმილიანი სახით იძახით რომ მე არ მეშინია, მე დაზღვევა მაქვს. კაი. თან დაგაზღვევთ, ერთწლიანი უფასო დაზღვევა იქნება. ძალიან გამაჩინეთ, მაგარია. თან დაიჯახება თუ დაიჯახება? თან აი მან იცით როგორ არის მე ხსნით რა, საკაცებზე კი წევხართ, მაგრამ თან ხსნით რა, დამეჯახე, დაგეჯახე, მნიშვნელობა არ აქვს, დაზღვევა მაქვს. კი, ძალიან კრეატიული იდეა. ხო და ჰონორარი რამდენია თქვენი? არ მინდა აღარ შეწუხდეთ, მადლობა. ხუბრობა ჩაგეთვალათ. ეკა გამარჯობა გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავ. კირა დაზღვევა. რეკლამა გამოვიდო და წარმოვიდგინე უცხოდ. სერიოზულად რომ მიმეღო ესეთი შემოთავაზება და თან მე რომ დავთანხმებულიყავი. თან რო ეცემი და საკაცეთი გაყავხარ და შენ მაინც ბედნიერი სახე რო გაქვს. ეკა ძალიან დიდი მადლობა რომ გვიპასუხე. ძალიან დიდი მადლობა, აბა მშვიდობიანი საღამო. კარგად.
კარგად აკვა. აი მე კარგად ვიცინე, სიმართლე რო გითხრა, წრემლები წამოვიდა. წარმოვიდგინე. რო გადადის ზებრაზე. ვარტყავს კრუზავიგი. და ისე რო აკეთებ. მე დასწრებული ვარ, არ მეში. და ხო იცი მაგ დროს რა ხდება სინამდვილეში? რო მაგ დროს დასწრება. მაგ დროს დასწრება. არ აქვს პასუხობს. აი მე ღმერთო, კაი. რაღაცა იმას დეფექტს მოგიძებნიან. მომხედე. ექიმები შემოიყარა ძალიან მაგრები, ნახე. მოდი დაურეკოთ კუჭნაწლავის ექიმს გასტროენტეროლოგს და უთხრათ რა წამალი დამიშტე პროჭი გამოვარდა ნაწლავები. 5 გიგასორტიას. ვურეკავთ მეგობრებო გიგასორდიას, გასტროენტეროლოგი კუჭნაწლავის გიგასორდია. ალო. გიგა მინდოდა? მე ვარ. ბატონო გიგა, მე თქვენი პაციენტი ვარ და ძალიან ისე შეწუხებულ თემაზე გირეკავთ. რა წამალი დამინიშნეთ ეგეთი რომ პროჭი გამომივარდა? რა ხდება, ფაგრათი გაქვთ? არ წამალი დამინიშნე და პროჭი მაგ გამოვარდნილი გარეთ არის. რა გავაკეთო ახლა? რა წამოსვათ, აბა მითხარით? არა ხავეთ. პროჭინოლი. რა სვათ? პროჭინოლი. რომელი ხარ? რა და თქვენი პაციენტი დაზარალებული პროჭი გამოვარდნილი. პროჭინოლი. გვაგინდა შევაკეთო. კი, რა თქმა უნდა, შებრუნება. გიგა გამარჯობა გადაცემა სარკასტიკი დაგირეს. თამაზა მე მგონი რაღაცა წამასვას პროჭინოლს, იმიტომ ისე კარგად იცოდა ამ სახელის სახელწოდება ამ წამლის. მე ძალიან ბევრი ვიცინე პროჭინოლი. აი მე ფანტასტიკური ზარ იყო გიგა, მადლობა რომ გვიპასუხე. ოქრო ხარ, ორ შაბათს გამოგრიალდები აი გმირლა. წარმატებული საღამო. კარგად. ვურეკავ სანდრო კაკულიას ტელეწამყვანს. არა, ტელეწამყვანი არა, აი ხა გახდა ტელეწამყვანი, თუ YouTube წამყვანი. ჩემი ცოლის დაქალების ერთ-ერთ გმირს. სანდრო? ბატონო. გილოცა! თქვენ მოიგეთ 14000 ღიმილი! გადარდეთ სასწრაფოდ, ტელევიზორი ჩართული გაქვთ რუსტავიორზე. გესმით ჩვენი ხმა? სასწრაფო ტელევიზორი ჩართეთ რუსტავიორზე. თქვენ ხართ გამარჯვებული! ვისი გამარჯვებული? 14000 ღიმილი აფთიაქის ქსელი კარმასიდან. რომელი ქსელისგან? კარმასი! ანცუდას ისმის. ჩართეთ რუსტავიორზე. არა, ეხლა ვერ ჩავრთავ გარეთ. სამწუხაროდ. მაშინ გილოცავთ, თქვენ მოიგეთ 14000 ღიმილი! მადლობა. სად უნდა მოხვიდეთ ჩვენი თანამშრომელი გეტყვით დეტალებს. ხო, და ისა რა ქვია, რაში გამოვიყენებ, ხო, მე ეგეც. შეგიძლიათ დღეში გაიღიმოთ მაქსიმუმ 18 ჯერ. როგორ დავხარჯო, ანუ ამ ქალაქში. აფთიაქში შედიხართ და იღიმებით. გამოდიხართ იღიმებით. ვაუ! უგანო გადმოგირიცხოთ. არა, ეხა ნუ იღიმებით, იმიტომ რომ 50 ღიმილი უკვე დაგაკლდათ. 12000-გან. დაგჭათ 13950. ისა ეხა კი ვარ და გაღიმებული, ალბათ დავხარჯეთ. 13945 დარჩა, ბევრჯერ გაიღიმეთ უკვე. აი კიდე გაიღიმეთ 13800. ნუ იღიმით. მოიწყინეთ. აბარი უკან წაიღეთ, ხო რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თქვენ ჩვენ რუსტავიორი ვართ. სანდრო სალამი გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ. ვიცი, ხმადა გიცან, გუშინ უყურავდი ვის დაურეკეთ, ვიღაცას. იმ გოგოს ნაგზალზე. ნინუსა ორჯონიკიძე. აი მე სახე დაგვაწრო. როგორ გაამწარეს, მართლა. ვინ გაამწარა, რა გაამწარა? 9 მილიონი აქვს მარტო თითოეულ სოციალურ ქსელში ნახვა. გაბრალდა, ხო. სანდრო, მადლობა რომ გვიპასუხე.
არაფერს პირიქით. წარმატებული საღამო. ხო, გუშემატკიო. მოხდი ამ 14000 ღიმის მალი არ გახარჯო. აი, მადლობა. კარგად. მაია? ია? გილოცა! სასრაფო ჩარტეთ რუსთავი ორი! უკაცრავად? თქვენ ხართ იღბლიანი მიასე! ვერ გავიგე, რუსთავი ორი ჩარტეთ სასრაფო თქვენ ხართ იღბლიანი მიასე! მაღაზიეთ? რუსთავი ორი არ გაქვს ჩარტეთ? მაღაზიეთ მე მგონი სხვაგან მოხდა. არა, მაია ბარათაშვილი, მომღერალი, თქვენ ხართ იღბლიანი! თქვენ გადმოგეცემათ ერთი შეკვრა პანტობრა! გამიტიშა. რა მომეჭი გამიტიშა, აი თუ ძალიან პანტობრა მოასარი. კიდე ურეკა? გაიტიშა. გახა გაკულა. ეხა მათ მოხდა. მაია გაიტიშა. ვიმტანდები ბატონო. პანტობრა. ბატონო? პანტობრაში მოიგეთ თქვენ. ვეკავიგი მაბაკი რაღაც. თქვენ მოიგეთ პანტობრა. მედიკამენტი პანტობრა მოიგეთ თქვენ 100 შეკვრა. დიდი მადლობა, თქვენ რაღაცა მოვიგეთ? ხო, თქვენ გაიღეთ ბატონო, მადლობა დიდი, გაიხარეთ. მადლობა, ნახვამდი. მადლობა თქვენ მოქმედებისთვის. მაბაკი დაკავებული ვარ, მადლობა. კარგი. დაგრას გიმინდა პანტობრა ძალიან მშველა. ხო გიშველა? არა მართლა კარგათა ვარ. დავითი მინდოდა? გესმის. ბატონო დავით, საქმენი წინადადებით გაწუხებთ, თქვენ გადაცემაში გვინდა რეკლამის განთავსება. რა პრობლემა არა. აი თქვენ გქონდათ მახსოვს სინათლე რო არ გქონდა ტაშში ფეხები ჩაყოფილი, ხო ესეა? ფიქით სადღაც მამა იდიოტმა გითხრათ. ვაიმე, ამიტომ გირეკავთ რაღაცა ჩინეთიდან შემოგვაქვს ტაშტები. ანუ სხვადასხვა ფერების შემოგვაქვს და გვინდა რომ თქვენ გადაცემაში რაღაც თემატური იქნება. თქვენ ტაშში ფეხები გქონდა, ჩვენ ტაშ მოვიჩვიდე გერაცოლერდავს. დიახ. ეხა შენ სახუმეროდ მირეკავ, დრო არა მაქვს. არა, რა სახუმაროთ, რა ძვენთ ამ დროს ეხა ხუმრობისთვის ძალია ტაშტები შემოვიტანე ჩინეთიდან. ჩიფრას ნიშნავს. კი? ათულად ტაშტი. ლახანკაც არ არის ქართულად? მოდით რა გარკვე ჯერ. ლახანკა. ხო იცით ეხა ხო მიხვდით რა. ლახანკა ზამი. ხო მიხვდით რაზეა საუბარი რა არაფერი არ გვინდა ისეთი უბრალოდ გადაცემის სრულობის დროს თქვენ ფეხები გექნება ჩაყოფილი და სხვადასხვა გადაცემაში სხვადასხვა ფერი იქნება წითელი, ყვითელი, სტუმრით. დაგირეკოთ მოგვიანებით? ეხა წარმოვიდგინე აკობარდია ხან იმ წითელ ტაშში ხან ყვითელ ტაშში ხან პატარა ტაშში ხან რეკლამო რა პრობლემაო როგორ არის ტაშტი ქართულად ფეხის საბანი დავარქვა ჩვენ აქოს ფეხის საბანი აი ხო დაურეკოთ მომღერალია გიგი დედალამაზიშვილი და დაურეკოთ რაღაცინებს არ ვიცოდი მომღერალია გიგი დედალამაზიშვილი ვიცი კლადეს უკვე ვიცნობ ზომილ ხალხს არა ხო უნდა თქვა ვინ არის მაყურებელი მეთქი მე მითხარი რომ მომღერალიო გიგი დედალამაზიშვილიო მოკლედ მომღერალია და მისი მეუღლეა მარინა კარპიუ მარინა კარპიუ სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია ხო და მოდი დაურეკოთ ახლა უთხრათ რომ ვარ ტაქსისტი და მისი მეუღლე ძალიან გაძღა ნასვამია და ვერ ვაგნებთ მის ამარს და ვერ ვაღვიძებ და იქნება დამეხმაროს და ჩამოვიდეს. უყვარს მაგბის ყლაპვა სასმელის. მაგრას ვასწრომე. ალო? მარინა მინდოდა? მარინა, გამარჯობათ. მე ტაქსის მძღოლი გაწუხებთ. თქვენი მეუღლე არის მანქანაში, ნასვამ მდგომარეობაში ზძინავს, ვერ ვაღვიძებ და ვერ გავიგე სად მოვიყვანო. გადაობა ვეჭველი არის, იმიტომ რომ ჩემი ქმარი ახლა არ არის მანქანაში, სამსახურში არის. ხო, არ ვიცი, მანქანაშია, აი აქ მისძით რა, ვიდეო თვალი დაგირეკავ, თუ გინდა გაჩვენებთ. ხო, გადაობა არის, ანუ არ იქნება მართალი. არ, ვერ გავიგე, როგორ? რაღაც აი მითხარით მისამართი და მოგიყვანთ სახში და ჩამობრძანდი და აიყვანეთ რომ მაგრამ უყო ხადაობაში ტაქსში მყავდეს თქვენი ქმარი თუ რა გავაკეთო ახლა გესლებათ
როგორ გიგი დედალამაზიშვილი მომღერალი ვიცნობ კიდევ სახეზე ვცნობ ჩაჯდა მხიარული სადღაც დავლიეთო და ჩაეძინა არა არ იქნება მართალი სამსახურში არის არის დაურეკეთ თუ გინდათ ამ კი ბატონო მოდით მითხარით მისამართი რომ მოვიდე არ ვიცი ზინავს თქვენ ქმარს და სად მოვიდე თეატრი არის ბილიაშვილის ცისკვილის რესტორანი გამოხვალთ კი კარგით ეხლავე კი ბატონო ისაც საკეიფოთ არის წასული სად არის მაგის ქმარი სად მუშაობს სიმღერის გარდა სად მუშაობს გადაცემებში ხო არ რაღაც გადაცემებს წერს არ ვიცი დაურეკოთ თუ ესე მალე ვერ მივიდოდი ესე მალე ვერ მიხვიდოდი მაგ ქმარსაც დაურეკავს ახლა იცი რა უთხარი მანდ რომ მოვიდე ხო და მიმატებ თქო ფულსა თქო თუ არ დამატებ თაქვე ჩამოვსვა თქო ჯერ ამის 30 ლარი გადასახდები თქო მას სად მისამართი მაინც ეჭვი შეეპარა თავის ქმარში ალო აი მოვედით ხო ნუ ეხა ჩემ ქმართან დავილაპარაკე მე გადავედით და ანუ რატომ როგორ ანერვიულად ეხლა ვინ განერ და გეჩლებათ ჩემ ქმართან დავილაპარაკე ეხლა რატო განერვიულეთ ნასვამი თუ არის ხო და გეუბნებით უკვე რამოდენიმე ჯერ რომ გადაობა არის არ არის მართალი ჩემი ქმარი არის სამსახურში ძინავს არანაირ მანქანაში და არანაირ ტაქსიში დიდი გვერდით ამით არ სვავს თქვენ მეუღლე არა არ სვავს კიდევაც მარჩით თქვენ მართლა გადაობა არის ანუ კარგი გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავ რატო ინერვიულე რატო მანერვიულე რატო დაურეკიათ ხო მატანში დაურეკე ხო გიგის ეგრევე გადაამოწმეს ზარი რაო გიგი გიგი მიხვდა თუ ვერ მიხვდა ვინ ურეკავთ გირეკავდათ არა ვერ მიხვდა მომეცი ნომერი დავარეკინებ გაგვირეკოს კარგი რომ იცეთ ნომერი და რო არ უთხრათ რომ დაგვირეკოს არ გინდათ გავერთოთ მივცე ნომერი თქვენ მიეცით ოღონდ არ უთხრათო სარკასტიკიდან დაგირეკეთ კარგი ისე ცოლები გვებს რომ მაგრა უჭალიჭებინა რა და რა ზეინერულა თუ არასოს ეს ქმარი და ასე შემდეგ რა ანერვიულებდა ალო აბა რა ხდება მითხარი თქვენ არა ხართ მანქანაში არა მე ვარ გიგი დედალამაზიშვილის მამა აბა ვინ არის ტაქსში ჰა აბა ტაქსში სარკასტიკა ხართ აბა შეარს ყველაზე ცუდ დროს დამინეკე რა თქმა უნდა რატო რა ყველესი არ მაგაჩა დაილაპარაკე მაგარი ცუდი დრო აურჩიეთ მაო ამას აი რატო რა კაია რო ეგრევე არ შეიგინა რა მოხდა ჩვენც ეგ გვინდოდა რომ შეეგინა გადაცემაში პირდაპირ გავუშვებდით მე მგონი სვავ სვავ თუ რა ხდება ჩვენ შედო ვიცი რომ გადაცემა და რა ხდება რამე პრობლემა ჩხუბზე ხართ გასულები თუ რატო ხარ დაძაბული მე მგონი რაც ბორკაზე გვიბარებ კიგდებით და შევიკრიბოთ თქო და წამოხვალთ ბიჭები აი კაი ჩხუბი არის და შეგვიძლია ერთად ვიჩხუბოთ რა მოვდივართ სად არა მისამართი მოვდივართ ჩაგიგდებთ ლოკაციას და გელოდებთ კაი მიდი გამაძა მაგრა ერთყოვინებაო გიგიმ და წამოიყვანეთ ეგ დღე უკვე დავახშო დედას გონი სუ გიტარი რატოა გიგი გაბრაზებული რა ხდება აი დაიცა გვეცა ერთავს სკოლაში ვდგავართ კაცო მართლა კაი მიდი კაი მიდი სად გავარტო კულისებში ვდგავართო რა ვერ გავიგე ინჩი ბინჩი პეროჭიტი რა დღეისათვის ზარბი ფანტასტიკური იყო დასრულებულად შეგვიძლია გამოვაცხადოთ სანდომი აქ არის მიჰაუსი აქ არის პოცი აქ არის და მე მგონი დროა პანტოპრამაც მიშველა გიშველა ხო და დროა რომ მოვიწვიოთ გადაცემაში გიორგი პარიზი იმისათვის რომ დავანონსოთ ახალი ორკაციანი საგზური ან თქვენ საყვარელთან ან თქვენ მეგობართან ან თქვენ ოჯახის წევრთან ერთად საყვარელთან ერთად საინტერესო რა გარყვნილი ხარ ეხა მაითხარი მართლა კიდე გაწუხებს ამდენი ჯდომის მერე ეს ყვერები დაწეული რო გაქვს დრასტოს ლაპარაკობ არა რაც საფრანგეთში მოგზაური ყველაფერი თავის ადგილზე დაჭდა მოკლედ გიორგი პარიზი შემოგვიერთდება და ჩვენ დაგიბრუნდებით
მაშასე მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკაში მორიგი გათამაშების დრო მოვიდა. ჩვენთან ერთად არის გიორგი პარიზი, რაც ნიშნავს იმას, რომ გიორგი პარიზი არის საჩუქრებთან და პარიზთან ასოცირებული. გიორგი, მოგესალმები. აბა რა სურპრიზი მოუმზადე ჩვენს მაყურებლებს. ერთგულ მაყურებლებს უნდა ვთქვა. ზუსტად ამის აღნიშვნა მინდოდა, რომ მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის ჩვენ ერთგულ მაყურებელს ვახალისებთ სხვადასხვა პრიზებით. შესაბამისად, დღესაც გვაქვს საჩუქარი ჩვენი ერთგული მაყურებლისათვის სარკასტიკასთან ერთად. აღნიშნოთ ის, რომ იყო ერთი საჩუქარი, რომელიც ოკაციანი საგზური გავათამაშა პარიზში მოგზაურობა, თავისი ფრენით სასტუმრით, სადაც ბათუმში მცხოვრებმა გოგონა მოიგო და გადაცემა სარკასტიკაში ახლა ისევ გაქვს შანსი, რომ მოიგოთ ორკაციანი მოგზაურობა პარიზში, გიორგი პარიზთან ერთად, თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად ან მეგობართან, საყვარელით შეიძლება. როგორც ყოველთვის ჩვენ ზრუნავთ ერთგულ მაყურებელზე, რომლის დაუვიწყარ მოგზაურობასაც უზრუნველყოფთ პარიზში, აბსოლუტურად სრულყოფილს, არა რაღაც ყოველთავი ბილეთს ასტუმრა და შემო სრულყოფილს და წესები არის უმარტივესი, ალბათ გიორგი დამეთანხმებით, ხო? წესებს ავხსნი არის ძალიან მარტივი. წესები მდგომარეობს შემდეგში. გადაცემის გასვლისთანავე ეს მონაკვეთი, როდესაც აიტვირთება სარკასტიკის Facebook გვერდზე, თქვენ ეს ვიდეო უნდა გადააზიაროთ თქვენ გვერდებზე და ქვემოთ უნდა დათაგოთ თქვენთვის სასურველი ადამიანი, ვისთან ერთად გსურთ პარიზში მოგზაურობა. კომენტარებში შეზღუდულები არ ხართ, თუმცა ყველა კომენტარში უნდა მონიშნული იყოს სხვა ადამიანი, ერთი და იგივე ადამიანის გამეორება არ შეიძლება. და ასევე მთავარი მოთხოვნა, თქვენ უნდა გქონდეთ აუცილებლად გიორგი პარიზის, როგორც Facebook და Instagram გვერდები გამოწერილი, ასევე სარკასტიკის Facebook, YouTube და Instagram გვერდი გამოწერილი. სხვა შემთხვევაში, რომც გაიმარჯვო და შევამოწმოთ, რომ რომელიმე გვერდი არ გაქვთ გამოწერილი, თქვენი მოგება განულდება და სხვას გამოვალენთ გამარჯვებული. სხვა გაფრინდა. დამეთანხმებით, რომ ალბათ წესები ძალიან მარტივი არის. რაც შეეხება გამარჯვებულის გამოვლენას, გამარჯვებულის გამოვლენა ხდება რენდომაიზერით, სამართლიანად, წინასწარ არავინ არ იცის. ლაივ რეჟიმში მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა, რაც მოხდება Facebook Live-ში, რაც Facebook-ის პროგრამა თვითონ გამოავლენს ლაივ რეჟიმში სარკასტიკის გვერდზე გამარჯვებულს. გათამაშების დასრულების დღე არის 28-ში საღამოს 9 საათზე სარკასტიკის ლაივ რეჟიმში გამოავლენთ იმ იღბლიანს, ვინც წავა თავის მეგობართან და საყვარელ ადამიანთან ერთად პარიზში დაუვიწყარ სიყვარულის ქალაქში დასასვენებლად თავისი ფრენით, სასტუმროთ, ყველაფრით მოკლედ. უბრალოდ მოიგეთ და იმოგზაურეთ. რაც მეტ კომენტარს დაწერენ, უფრო მეტი შანსია რომ მოიგონ, ასე რომ შეზღუდულები არ ხარ, თუმცა მთავარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ განმეორდები, სარკასტიკის Facebook, YouTube და Instagram გვერდები უნდა გქონდეთ გამოწერილი და ასევე გიორგი პარიზის Facebook და Instagram გვერდი უნდა გქონდეთ გამოწერილი. ასევე გადააზიაროთ ვიდეო თქვენ გვერდზე და რამდენიც გინდათ თაგეთ თქვენი მეგობარი, სხვადასხვა მეგობრები, რომ მეტი შანსი გქონდეთ. ასე რომ 28 ივნისს გამოვავლენთ მორიგ გამარჯვებულს, ვინც წავა თავის მეორე ნახევართან მეგობართან ერთად პარიზში დაუვიწყარ მოგზაურობაში. ახლა კი ჩვენი სტუმარი არის რა საყვარელი გოგონა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა შეყვარებული. არა. ყველა მამაკაც იწუნებს, თუმცა ყველა მამაკაცისგან საჩუქრებს ღებულობს. გიჟივით კრეფავს. ზვირად ღირებულ საჩუქრებს ღებულობს, ერთ-ერთი შემწრემევალ ბრილიანტის ბეჭედი აი ამ ხელა თვლით. დედა რა სიცახი. შეიძლება ის მამაკაცი არც გაუცნია. მომღერალი, ლამაზი გოგონა, პატარა ნანი ბრეგვაძე, ამბიცია აქვს, რომ ნანი ბრეგვაძე უნდა გახდეს მომავალში. ნუცა თოფურია! ყველაზე უკარება მომღერალი პატარა ნანი ბრეგვაძე, ნუცა თოფურია ყავს გადაცემაში. ნუცა დღეს ძალიან ისეთი ცხელი გადაცემა იქნება, ასე რომ 4 წააფუილე. სანდომის ტკბილეულიც აქ არის. თუ რამე ტექნიკა დაგჭირდება, მიჰაუსიც აქ არის, ჩაკუჭი რამე და მოგაწვით არ არის პრობლემა. ეხლა დავიწყოთ იქიდან, რომ რატო გეძახიან, მოდი ბანალურად რო არ დავიწყოთ, პატარა ნანი ბრეგვაძეს რატო გეძახიან? ალბათ ხმა. ბაძავ? არა, ეს არ არის როგორც მომღერალი და რაღაც ხმა. აბა? ეს არის ვიზუალურად არ გავხართ. ვიზუალურად აი თავიდან ჩემი ჩაცმულობით ყოველთვის ისეთი ვიყავი ხოლმე აკადემიური და რაღაცნაირი და შემარქვეს ნანი ბრეგვაძე. რო აკადემიურს ვერ ვიტყოდი. მე გავხდი უკვე ნატალი კონიო. მაგას გავარკვევთ, სადაიშვი, ეგ მაინტერესებს, მაგრამ ნანის მეძახდნენ მაგიტო. ჩემი მეგობრები. თუ სიმღერის სტილით. არა. აი ცირე ყველაფერი ერთად რაღაცნაირად შეიძლება. და ეს არ არის ისა, ჩემი ასეთ კომპლიმენტია. კი, კომპლიმენტია, მაგრამ ეს კომპლიმენტი სხვისგან უნდა მიიღო ეხლა.
შენ თავი კი არ უნდა შეაქვს. მე როგორც ვიცი შენ თქვი რომ მე ვარ ნანი ბრეგვაძის შემცვლელი. რაღაც ესეთი შიდა წრეებში ესია რომ იცი რა, ეს არ მithქვამს, მაგრამ თუ ვინმე ეგრე ფიქრობს გულის სიღრმეში, მე არ ვიცი ხარა. ხო და რა მითხარი ხთ ამაზე ძალიან სწორი თქვა. ნანისეული კაბებით გამოდიოდი, გამოპრანჭული მოძრაობდი. აქეთ იგი ძალიან კლდება და რაღაცა უცება იშვა. და მე უცებ ხედავთ ნუცა ძალიან აშვებული რაღაცა სექსუალური ფოტოებით, რაღაცა მოკლე კაბებით, რაღაც სექსუალური. არ მოგეც, არ არის, არ იყო მე მომწონს, მაგრამ აი წლის ხარ ნუცა? რა ტრამვაი იყო? მივხვდი. 24-ის მერე ყველა გოგოს ესე ემართება. რატო შენ ესე იყავი? გასაღდნენ მერე უკვე აი შენც ესე იყავი? ჩემი გახილი ფოტო არ გაიშვას. საერთო ფოტოსესი არ მინდა გავაკეთოთ ბეწვებით. მე და შენ. იმას თუ არ გაიკეთებს ეპილაციას ბეწვია. მე მისაც ბეწვი ვარ და არ არის პრობლემა, მე მაგის პრობლემა არ მექნება. მაგრამ მე ნატურალური ბეწვი რაღაცები არ მაქვს. არა ვარ მე ისეთი. მეც არ მიყვარს ნატურალური ბეწვი. ხო გააკეთე ტრაგზე ნატურალური ბეწვი. წაიმი რა კარგი მოიფიქრა. შენ ხო წინით დადგები და მე მომიელებით რა კიდავდები. კაი, იცი რა მითხარ, რატო შეიცვალე ეს იმიჯი? ანუ აი ნანიდან გადავედით რაღაცა სექს სიმბოლო ახალგაზრდა. პრინციპი პირველად ცხოვრებაში პირველად. ჩვენ ამომანათებთ ფოტოებს ეხლა. კი, ჩემ ჩაკუზულ ფოტოებს დებს ხომ ის რო არის გიჩუბაში რო ხარ, ფეხი რო გაგაში. ხო და ეგ მე ძალიან ესთეტიური არ არის. ფეხი რო გაგაშლილი თუ რატო ხარ ესე? არა, ეგ არის ძალიან ესთეტიური ფოტოები, რომელიც აბსოლუტურად ჯდებოდა ყველაფრის იმაში, ხო ხვდები? აი, საერთოდ გადაცდენა არ ყოფილა არანაირი. ჩხეიძე ეკლესიაში რო შევიდა სათვალით და თავშტაბურავის გარეშე ჯდებოდა ესთეტიკაში და ერთი შენი შუბა ეხლა. აი ძალიან ესთეტიკაში ყველანაირ ჩარჩოებში ჯდებოდა. ანუ მასე დადიხარ ქუჩაში? არ დავდივარ გიორგი, უბრალოდ ის იყო ძალიან ესეთი ფოტოები. ხო, დედაჩემიც იქ იყო, მასე ფოტოსესიას და დედაჩემ მისწორებდა რამე ზედმეტად არ გამომჩნდა. ნუ საუბრობეთ ამამე, გაიხადე. მისწორებდა რამე არ გამომჩენოდა. მიხდი რომ ჩავჯდებოდეს რომ ვიკუზებოდი ფეხი. რა გამომჩენოდა? ტიტველი რა ბიჩას ეხლა არ გამაგიჟოთ. ტიტველი იყავ ერთი შუბა გაქვს შემოგდებული რა. მელია და გადაგებული. ეს ფოტოები მივუძღვენი ჩემს თავს. გაჩვენდი. სოციალურ ქსელს. იცი რა საკეთებს ეს? კიდე გითხრა. ეს მივუძღვენი ეს ფოტოები 22 წელს რო ყავდა შეყვარებული, აი ვინახავს, ვინ დაკარგა. პოსტი რო გამოდე რომ უკვე რაღაცა დანახვა მიხარია, ცხოვრება მიხარია, რაღაცა 22 წელს. ქონდა ესეთი პოსტი. 22 წელს, შვილო, გუში რა ვჭამე, ის არ მახსოვდა. 22 წელს ვიზდე იყო შეყვარებული. შენ ახლა არასწორი გაიგეთ, ახლა მიაბი არასწორ წელს. აი, კაკრას 22 წლიანი არის ამის საშვება. შენ პრობლემა იცი რაშია? სტატიების სათაურებს რო კითხულობ და სტატიას რო არ კითხულობ, რო არ ჩადიხარ სტატიაში. ანუ არ დაგაინტერესა. შენი ფურცელი რა კითხვები გაქვს ნუცასა? იქნება და მიყვება, რატო არ მოხდი? რას გიყვება, სახელი და გვარები მიწერია ყველას, რაც უნდა მოყოლა. ჩამოყვები ხა რიკინით. ჩვენ ხო ძალიან მე და გიორგი ესეთი მეგობრები ვართ. ჩვენ მეგობრობთ ხა, დასამალი არაფერი არ არის. ანუ მაგდენის ყოლია პაკლონიკი რო სახელი და გვარები ესე უწერია? არა, სამწუხაროდ მეც არ ვიცი რა სახელები და გვარები უწერია და მაინტერესებს ერთი მეც გავიგო. მოდი დავიწყოთ, რადგან გადაახტა ეს თემა ბოლოში მქონდა, ეს გადაახტა იქ. არა, რატო? გაისაყვარებოდ. ურთიერთობით კარგი. ეს არის შენი ოჯახის კითხვა, დაგვირეკეს და გითხრეს რომ კითხი, იქნება თქვენ მაინც გიპასუხოთ რომ ეს გოგო რატო არის მარტო? გაგვეცი პასუხი რა გაცინებს? ანუ იცი რა? რამე თუ პრობლემაა, თუ რამე დახმარება გინდა გვანიშნე და ხო, სხვა შეს ფიქრობდი ერთი პერიოდი რომ აი შენ რა პრობლემა მაქვს მეთქი რა, რაღაცა თქო, მაგრამ მე მივხვდი რომ უბრალოდ არ გამოჩენილა აი ისეთი ადამიანი ვისთვისაც მე რაღაცა თავს გავიგებდი. სხვა შეს ესე არ მაქვს კრიტერიუმები. შეძლებული. ნუ აი ჩემი მეგობარია მეთქი და კითხვასო, კითხვით ფორ შეძლებული? აჰა, კითხვით შე. არ არის ჩემთვის ეგ მაღალი? მაღალი კი. გარეგნულად როგორი? ქერა, შავთმიანი, ჭაღარა, მელოტი. ესეც არ მაქვს რა. აი, სხვათა შორის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იმდენად რადიკალურად, გარეგნულად თვისებებით, ფასეულობებით და ყველაფრით განსხვავებული ბიჭები მომწონებია, რომ არ მაქვს ჩამოყალიბებული გემოვნება. ახლა არ მინდა რომ გული დაგწყვიტოს, ესე გიცივცემებ თოლე, მაგრამ ერთ სამწელში იცი რა სიტუაციაში გები, რომ ლიჟბის თუმცა კარგი იყოს. რომელიმეს მაინც გამოგრახელი. ვინ მოგეჩენება საყვარლად რო აი? მითხარ, შეყვარებული ყოლია თუ არა? ოფიციალურად არა. ოფიციალურად არა ოფიციალურად? არა.
მართლა არა, არ გეცოდინებოდა. კაცისთვის გიკოცნია თუ არა? როგორ არ მეკოცნია? და ის კოცნა რა იყო? ანუ არა ოფიციალური ურთიერთობა იყო რა და ეს ურთიერთობა რა იყო? იყო თუ არა შეყვარებული? ძალიან ჩააჭირიანი ტიროს. არა. რა იყო? ანუ კოცნაობდი და ვიშლებოდით თუ რა ხდება? არა. იცი რა, აი ოფიციალური შეყვარებული რო აი გამოვედით და მთელს ქვეყანას უთხარით და ქვეყანას კი არა მეგობრებს და რაღაც არ მისულა დამდენი ხდი. იცი რა საწובה? აი თურქული სერიალები რო არის, რომ აი შეყვარებულები ყავთ, არასაჯაროებენ და ვიღაცა რომ მოეწონება, მაგრამ ეტყვის რომ შენ ხარ ჩემი პირველი. უკეთეს თუ გამოჩნდა. როგორ არ ცხენი, აი რომ მაგას რომ მეუბნები, როგორ არ არა, უბრალოდ ხო იცი რა. არა, რომ ალავრა, ჯერმე ეგ რამდენი ხანი მალავდი? ცხოვრებაში გაგიგიათ ჩემი პირიქით ხალხი ამბობს რომ პრობლემა ხო არ გაქვს, იმიტომ რომ არასდროს არავის არ გაუგია ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები. იმიტომ რომ ფიზიკურად მალავ. კარგი, პირველი სიყვარული მითხარი, აი ხა ძალიან მიერეკება, სხვა ეს ხო იცი მეგრელია. და ეს რო დაი არა, ჩემო საყვარელი. მითხარი მაშინ და პირველი სიყვარული როდის, ნუ პირველი ურთიერთობა როდის ქონდა? აი თა როგორი პრანჭი, მე ვიღაცას ეპრანჭი. კამერებში ხა, რასაკეთ მე მოგიყვები იქამდე გავალ, რასაკეთებს, რა ჯადოებს ატარებს ეს. იმაზე მუშაობს ვიღაცაზე, რა აი ნახეთ. ვიღაცან ვიღაცაები. აი ესე აგიჟებს, ხალხზე მე მოგიყვები, უბრალოდ პირველი ურთიერთობა. ჩემი პირველი ურთიერთობა ეს იყო ტაბუ დადებული. ანუ კაცი შვილმა არ იცის და ვერც გაიგებს. შენი ურთიერთობა იყო თუ არა მუსიკალურ პროექტში რომ ღებულობდი მონაწილეობას, იქ ერთ-ერთი მონაწილე. პირველ არა. ეგ მე რამდენი იყო? არ ყოფილა არ ხლა. მიხდი რომ ეგრევე წამოდა. ესე პირველი არა. არა. ეხლა ეგ ყველა მიცის იქ რომ რაღაც იყო, ხო ხვდები მაშინ რომ რაღაცა პროექტის მონაწილე რაღაც, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი, იქვე დასრულდა. კარგი არსებულის ერთი ყოფილიყარ. აი უბრალოდ ეხა ვეძებ იმას არა თანხავი როგორ იყო ნანი ბრეგვატიო და აი ვეღარ ვიტვლი აი არა ეგ იქვე დასრულდა ხო აი რო არ არის რა შენი და დაასრულე სახელი და გვარი გითხრა ამ ბიჭის უთხარი გიხვეწები რა სახელი და გვარი ვთქვა აი ამაგიშა ფოტო ამოვანათოთ აუ არა ესე რა პრობლემა ანუ სახელი და გვარით ჩვეულებრივ მოძებნი ამ ბიჭს და ამოვანათებ შეყვარულ ვარსკვლავშიც ხო ყავდა რა შეყვარულ ვარსკვლავში არა და გადაცემა რომ დაიწყო მე ყველაფრისთვის მზად ყველა ესე იძახს თუ აკრობოდის და ყველაფრისთვის მზად არის და მე აქედან გადიან ეკლესიაში გადადიან პირდაპირ არა ვიღაცის რაღაც პირად სივრცეში 5 წლის წინ რო დასრულდა ეს ყველაფერი არ მინდა შევიჭრა ახლა და ამოვანათოთ და არ გელო და დაოჯახდა რა ხო აი მართალი ამბავია დაადასტურა რო რაღაც იყო ჩვენ შორის კი რა თქმა პატარა ბიჭი კი არის მე სულ მგონია რომ შენ უფრო ისეთი შენზე უფროსი მამაკაცები მოგწონს აი ესეთი შეძლებულები ბობოლა და ძალაუფლები 18-ის ვიყავი საყვარელო მაგ დროს ნუ არც ის არ იყო ისეთი დიდი ახლა ხო არ იყო დიდი ძალიან ჩემს ო ცოცხალია კარგად არის ძალიან და ძალიან მიყვარს და პატივს ცენ კაი ყველაფერსო თავი დავანებოთ აი უამრავი თაყვანისმცემელი ყავს არა მართლა ყავს ეხლა მე ერთ-ერთ მაგალითს მოვყვებით მიდი მე ვიჯექი არა მარტო ჩვენ ვიყავით ბათუმში მეგობრები წასულები და შენ თბილისში გამოგიგზავნეს ბრილიანტის ბეჭედი უზარმაზარი თვლით რა შორენა ბეგაშვილის ბეჭედი ის რო გაუკვირდა ხალხს ისეთი თვალით აჩუქეს ბეჭედი დღე გავიგეთ ვინ არის არ გამოჩენია ერთ თან ყველაზე გადაუბარეს მე თუ ადამიანი არ მიყვარს იმისგან მესაჩუქრებს არ ვიყავ აი და მე ჩემზე ფაქტი რა სისულელია რა ძის დაგდებულ გაწუწმულ კამფეცაც აიღებს თუ უფასოა ჩემზე ფაქტი მე ვაბრუნებ უკან რას უკან არ ვიკაბრუნებ რა უკან რა ეგ ბეჭედი დააბრუნე არ იმიტომ არ ვიცი ვინ არის ესე იძახი ყველას აჩუქარდი არ ვიცი ვინ არის იცი არ ვიცი ვინ იყო არ ვიცი არა იცი რა სხვა შერს მე აუცილებლად თავაზობ და ეხა იმან თუ თავი გაიგიჟა არ დავიბრუნებ ეხა მეც ცოტა არ გავიგიჟებ თავს სად არის ბრილიანტ რატო არ იკეთებ მე არ ვატარებ გაყიდე? არა, იცი იმ ბრილიანტს რატო არ იკეთებს, რომ ეს ახალი გამოგზავნილები უკეთია. სხვათა შორის ფაქტი არის ჩემზე, რომ მე ჩემგან გადის ოქრო. ანუ ოქრო როცა მიკეთი, არა, ეგრევე ვკარგავ და სხვა იპაულობს. და სანამ დაკარგავ მოგვეცე 3 წელი ოქრო. ეს არ არის ოქრო. არა, ბიჟუტერიები უკეთია. დალით მოვიდა ახლა შესაძლებელი იმით, რომ ვითომ რაღაცა აჩუქონ ბეჭედი ან რაღაცა. იცი რა მითხარი, სისტრაფე გიყვარს? აი, მეკი. ეს მანქანებში ერკვევი კარგად? აბა ეხლა მანქანებს და ცხენის ძალებზე არაფერი არ გითხოთ. რა არ ვერკვევი მანქანებში? აბა სისტრაფე რატო გიყვარს?
რაღაც BMW ყავდა, ხო შენ? ყავს ისევ. როგორ ყავთ BMW? შეყობ გაჩუქეს Porsche. არ მაჩუქეს. ნუ ეს თქვი ახლა რა სისულელია, ვიცით ახლა როგორც არის. ვიტყვი, არ მაჩუქეს. Porsche-ს ჩემი თვიყიდე, ის BMW-ს ჩემი თვიყიდე და საერთოდ რაც კი მაქვს, იმ ბრილიანტის ბეჭდის გარდა. და სხვა საჩუქრების გარდა? ხა. რაღაცებს ხომ ჩუქნიან ხა სამკაულს ყვავილს. ხო. ყველაფერი ჩემი თვიყი. სხვა ჩერს მე მაქვს კომპლექსი რისი, რომ აი მამაკაციც როცა არის სადღაც იმაში მე მინდა რომ დავპატიჟო, ანუ არ ვიღებ აი ამ იმას რა, მე ვარ მოუკიდებელი ქალი. დაპატიჟება კი უყვართ ეს ჩვენ მეგობარს იქ. აი. გიждდება. ნუ მეტი კომპლექსი არ გაქვს? ნუ კომპლექსები ალბათ ეხლა რომ ჩავეძიოთ რაღაც აი რა გაქვს შენ გარეგნობაში კომპლექსი? მე ვიცი. არ არის კომპლექსი თუ პატიკომის მოგიყვათ რაც ჩემი ის. მე არა ვარ შენ მე არ ვიცი შენი აზრით და პატიკოს რატო აბრალებ ყველაფერს და არა მე ხარ შეიძლება რომ რაღაც მამაჩინა თქვა მოკლედ მე არ მაქვს ორთიცე ფრჩხილი ფეხის. უიმე მე ერთი ვიცოდი ორზე არა გაკო? ორზე არ მაქვს. რომელ თითზე? აი ცერის შემდეგი ორი. ეგეთი დავიბადე. მე ვიცი რომ პატარა თიძე არ აქვს ხოლმე რომ ის პატარა ფრჩხილი იმალებო. ერთი ფეხი არის ბოლომდე განვითარებული და ერთმა აი ბოლოში გავიდა და სანამ დასრულდებოდა შეწყვიტა განვითარება და ანუ ერთი ფეხი არა გაქვს თუ ვერ არა ფეხი მაქვს ზოგადად თითიც მაქვს ფრჩხილი არ მაქვს იმიტომ რომ ამ ჩემ მეგობრებს ხანდახან ეშლებათ და ამბობენ რომ ნუცას აქვს 8 თითი ეს რაღაცა ისია ხო არა ჩვეულებრივია ჩვეულებრივია თუ ძალიან დამაკვირდები მიხდები რა რო კონცერტზე წავიდეს ესე ფეხსაც აქვს ის შეგიძლია ფოტო ჩაგდო რა მოვანათოთ რომ ეს თუნდაც დააინტერესებს კი ჩაგიგდეთ ეს რა მითხრა ფრჩხილი რო დაიკრა ხოლმე არ ეკრება ეს არის კანია და არც შილაკი კეთდება არც მანიკური ჩერდება მაგით ხო არ აშინებ პაკლოვნიკებს აი ესეთია რა აი აქამდე არიციან არიციან, საიდან იციან, არავის არ იკარებს, საერთოდ არავის არ იკარებს და ანუ მართლა გვაინტერესებს, რამე პრობლემა თუ არის, დაგეხმარები, ჩვენი გადაცემა მზად არის, რომ რაღაც გამოყოთ ფინანსები, ექიმებთან კომუნიკ ყველასთან და რაღაცა. იმიტომ დაგიხარ ალბათ სწრაფად, რომ რუად გავ პედალს ვერ ციგებ, ანუ ისე მინისმა. ვერ გძნობ. მე და რა კრეტინი ხარ? აი ამ ჩემ ფეხზე ხო? არა, რომოცია ფეხი და ესე გადავარ. ამ თითზე ხო ყველანაირი ხუმრობა მაქვს მოსმენილი, აი ყველანაირი ჩემ ფეხზე და ეგ აი ეს პირველი. აუ ის მაინტერესებს აი შლოპანჩი როგორ აყო. არ ვიცი შესაყოფიანებს. შენ ახლა გადადიხარ ბულინგში. არა, მიყარ. და ესენი მელაპარაკეთ. ბიჭო, აი წარმოიდგინე. შლოპანჩი. არა, შლოპანციტებს რო ყოფდა აი. შენ ერთი წამი. რამდენი ხარ სიმაღლეში? ერთი წამი. მოიცადე, რამდენი ხარ სიმაღლეში? მინდა დამპალია მე სამბაქო იცი. არა, რამდენი ხარ სიმაღლეში? არ ვიცი, რა ვიცი, მაგარი. მეტრა 93. რაღაც ესე. რა ზომა გაქვს ფეხი? მალავს, ფეხს მალავს. დიდია, ბაზრი არა, დიდია. მოდი დავატოვო. 42. არა, ხალხო. ანუ როგორ კი აი? არა, აი. მოკლე ფეხებით რატო დადის? იცი რომ ანუ დიდი რო გადადგა შეიძლება წაიქცეს და პატარა ფეხებით ესე 42-ც არა მაქვს ფეხის ზომა, 41 მაქვს. შენ მე ვიღაძე გადა ანუ ვის ფრჩხილზე გადაო შენ ფეხებს რომ მიხედო არ გირჩევნია? აი 41 ფეხიანი საერთოდ რას მეხუხე? მე იცი რა პატარა ფეხი მაქვს. ფოტოს მინდა და ხო იცი? ვაიმე. თან ხო იცი რომ ნათქვამი როა ისა კაცის ასკესო როგორ იზომებაო? ფეხის ზომის მიხედვითო. ანუ შენ თუ 41 გაქვს Tito. Cele, Tito. Კაი. ესე იგი, შენზე მილიონი ჭორია. დაიცადე ერთი წუთი, რა ლამაზი ფჭილები გაგო ფეხზე. არაფრის Tito. თქვენი ფერები გაცვიათ დღეს ორივეს? რატო? ანათებთ ორივე. იცი გადავწყვეტეთ გადაცემაში ფერადი გვეცოს, იმიტომ რომ სტუმარი უმეტეს და ის შენც მუქში მოხვედი. ეხლა იცი რა შენს რაღაცა გაცვი რომ შეიძლება თანიაც გამოგიჩნდეს მარტო თავი, იმიტომ რომ ღილები. ვეცე, ჭორებზე მაინტერესებს, აი რა ჭორებია შენზე, აი ბოლოს რა გაიგე შენზე ჭორები ისეთი. ხო, ასე თუ ის, ნუ გიორგი მიცნობს, შენც ხო მიცნობ, ხო ასე თუ ის. მოკლედ, ამ ჭორს ვიგებ
ჩემ ბიძაშვილი თანამშრომელი არაჩვეულებრივი, ჩემი საყვარელი ნინო მიყვება რომ გაუგია ჭორი აი რა ვერ წარმოგიდგენიათ ვერასოდ აი ჩემზე აი რითი შეიძლება ვიყო დაკავებული. შეყვარებულთან ყოფნა. არა. მოკლედ ჭორი არის ესე ჩემზე და ლოლაზე რომ სუროგაციით ვართ დაკავებულები. ლოლა არის ინფლუენსერი? ლოლა არის აი ჩემ ლამაზი რიჟა. ფოტოებს ამოვანებთ. ლოლაზე ხო? ხო, თქვენ დაურეკეთ კიდეც ლოლას. ხო და ანუ აი ჩემზე და ლოლაზე გავიგე ჭორი რომ აი სუროგაციით ვართ დაკავებულები. თვითონ ბავშვები ხართ ქალო და სად გააჩენ ბავშვი? აი ხო არის რომ აი მე ჩავეძიეთ რა რომ აი ჩვენ გვაქვს რამე ეგეთი დაწესებულება რომ ჩვენ ხელმძღვანელობთ ამას თუ ჩვენ ვაჩენთ. მე მგონი პატრიკთან იქნება რამე გაერთიანება. პატრიკი იქნება თქვენი მენეჯერი. არასწორი ინფორმაცია მოვიდა შენამდე ეგ ჭორი მეც გავიგე, მაგრამ მან სხვანაირად. აბა მიდი. ანუ თქვენ ორგანიზმში ნაყოფიერდება და მე გადააქვთ. მე ეს გავიგე. ისე იგი რა ჭორიკანაა ხალხო? დღეს ვიყავით ანუ მუცელია. ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში, უბრალოდ არ ვიტყვი სახელწოდებას და კონსულტანტებს უყვება, რომ ეს საქანელა საშიშია, ამ საქანელაზე კატაობდა ადამიანი და მე მერვე სართულიდან გადმოვარდა და მოკვდა. ანუ იქვე იგონებთ, ეს ხალხი დასტრესილი იმ საქანელას აღარ გაეკარნენ. ანუ საერთოდ აი ესე იგონებს ყველაფერს. ხოთი მორბიან. რომელი მეუთხე რა ისეთი იყო გდანში სტატია გამოდა. და ამოიღეს გაყიდვიდან მე ეს საქანელა ხო საერთოდ. მე მგონი ამოღებულია, დღეს ვიყავით და დღეს გადარია ეს ხალხი. მითხარი ხლა სხვა ჭორები? არა. აი ვიღაცასთან დადიხარ. აი ეს ჭორი არ იყოს ესა, ეხა უცნაური, სუროგაციით რო ვარ დაკავებული. იცი რა, აი როგორ უნდა დავიჯერო ეხლა სუროგაციით, ანუ უთხელესი გოგო ხარ, მუცას მალავ თუ რა, ანუ უფრო იმისი უფრო დამაჯერებელია, რო ჩაისახა და მე წაიღეს ეს ნაყოფი. რა, ხო მეთქი ჩემ მე ხო რა გითხარი და არის მაგ. ეგ უფრო დამაჯერებელია. ეგაა. მე გავიგე. და სასიყვარულო რომანებზე? სასიყვარულო რომანებზე ჭორები? ნუ ვინმესთან თუ მაწყვილებენ? იცი რა, ჩემზე სასიყვარულო არ გამიგია რა. უი, საწყალ ნახე. თან მიყურებ თვალებში რომ მატყობს, გოგო, ორივე მხრიდან მეგრელი ვარ მეც. ანუ თიული კი ვარ, მაგრამ აქეთაც მეგრელი სისხლმა მე ერთი ჭორი გავიგე, რამდენად მართალი არ ვიცი, რომ დაბადების დღეზე მაგარ ფულს აშოულობ. ჩემზე? ანუ აი თუ მე მხარჯავ თუ ეგ ჭორი არ ეგ სიმართლეა. რო ანუ ინფლუენსერები მოყავს თელი შოუ ბიზნესი და იქ პროდუქტები რაც არის, მათგან ბევრ ფულს იღებ კომპანიებისგან რა, რომ ის ნაზღაიძე მოვა, ის მოვა, გასთორავენ და თურმე აი კრედიტებს იღებენ კომპანიები, რომ იცი რა, ამ დაბადების დღეზე რა იყო ესეთი ამბები ატეხილი, შენ დაბადების დღეზე ნაციონალები და ოცნების ხალხი რო გაერთიანე, რამე სამშვიდობო ორგანიზება ქონდა იქ თუ აი გული მწყდება. გაერთიანებით ვერავინ ვერ გაერთიანე, იქ ხოცვა იყო მაინც, მაგრამ რატო გადაწყვიტე ესე რომ ორი ბანაკი ერთ შენ დაბადების დღეზე? ესა საჩუქრების გამო გააკეთეს? იცი რა, არა. ანუ რატო გადაწყდა მე? ვისგან უფრო კარგი საჩუქრები მოგივიდა, ნაციონალებისგან თუ ოცნებისგან? 98% ჩემი სტუმრების იყო უსაჩუქროთ. იყო ერთი ბაბლი ჩვენ რაც ვართ რა, ხო? რაღაცა ის აქეთ მხარე. ჩვენი მხარე. 2% იყო რატო იმ დახოცვა გინდოდა თუ რა 2%-ში? არა, იქ ჩემს დაბადების დღეზე მყოფი ადამიანი, ყველა ადამიანი ჩემთვის არის ღირებული და ძვირფასი. იმიტომ იყო ჩემს დაბადების დღეს. აი შენ წვება. მაგას მოყვა ძალიან დიდი ამბები. ყველა ამაზე საუბრობდა. თან დიდი ხანი განიხილავდნენ. ბევრი გლანძღავდა. იყო ეს რეალობა. თუმცა ამ დაბადების დღეს მეც ვიყავი ხა იქ და მარიამ შენგელია იყო. მარიამ შენგელია, რომელთანაც შენ ქონდა ანუ ძალიან ახლო მეგობრობა. ერთად ღეროდით საქმე რო არ ქონდათ მაგდონალდს რა ჭამთ მოკლედ რა ერთად იყავით ბოდიალობდით და მანქანაში ჩამოვიდა თქვენი ურთიერთობა დასრულდა ხო ეს არ დასრულებულა ინტერვიუებში გაქვთ ნათქვამი საყვარ პირიქით ინტერვიუებში გვაქვს ნათქვამი რომ რატო გადაწყვიტეთ რომ დასრულდაო არ დასრულებულაო ისე მოგეთ რაღაცას თქვა კომუნიკაცია არ ქონდათ კომუნიკაცია არ გქონდა არ იყო ეს იყო რომ აი ყველა აი ამ ფაქტებმა ხო ხვდები აი ამ გარემოებებმა ორივეზე მოახდინა უარყოფითი რაღაცნაირად გავლენა და იყო რაღაცნაირი ისეთი ცოტა ისეთი კომუნიკაცია. ეს ნიშნავს, რომ მეგობრობა აღარ იყო. არა, ისეთი როგორც ეგ არის. თან გონი შეგაგდება მაინც ხარია თან რომ დაისა, რომ რაც შენ ჩამოგშორდა, დაოჯახდა, თურმე უშლიდი. რა სხვა შეიძლება ხა დაინიშნა და ხო და ეხა აღადგინეთ ურთიერთობა? ჩვენ ხო
ისევ იგივე როგორც მქონი. ისეთი მეგობრები ხართ, როგორიც ის იყო პაუ, ხო იცი რაღაცნაირი ყველას მეგობრობაში ხო არის რაღაცნაირი ჩავარდნა. ეს შენთან არის. არა, ეს შენთან არის, თორე რა ვიცი. მეგობრობა ვიცი მარადიული. მე მეგობრობა ვიცი მარადიული, აი აკაცის ადამიანი. კი, არა, ეს იყო რაღაცა ურთიერთობებსაც იგე ხო არა პაუზებ. არ ვაპაუზებ, აბა სად მაქვს რომ დავაპაუზო. კაი, ეხლა შენ რა მითხარი? შენზე აი ესეთი ჭორები სასიყვარულო ამბებში არის, აი პატა ისა თამაზამაც მოიტანა ეს ჭორი. ხა, შენ მოიწე. თუდად ხო არა. ჭოხოები, მე ჭოხოებიდან ერთ-ერთზე. ხო ერთ-ერთზე იწა. ლუკაზე? ხო, უკვე სახელის ვიცით, აბა თქმა უნდა ლუკაზე. ანუ ისე უნდაოდით ერთმანეთს რომ არა, ყველა საუბრობს შენ დაბადების დღეზე ისეთი თვალებით უყურებდით ერთმანეთს და ისე მღეროდით ერთმანეთთან, რაღაცა, რომ ყველამ იფიქრა, რომ ესენი ერთად არიან და იმის მერე ბევრს გონია რომ ერთად. ამაზე მოვყვები, იმიტომ რომ ძალიან სასაცილო იყო. მოკლედ მე და ლუკა ვართ წლებია, ძალიან კარგი მეგობრები და რა თქმა უნდა. მეგობრობიდან იქნება ყველაფერი. მაინც ისე მოყვები რომ ნატოს არის, წყნოს ნატომ თქვა რომ მე ისეთ ძალიან შემოუშვებ სახში, ვით ჩემშვილს ძალიან გააბედნიერებ. ალბათ რამე სამოფრო. ხო, მაინც ლუკა უნდა ძალიან გააბედნიერებ. არა, მოკლედ მე და ლუკა ვართ ძალიან კარგი მეგობრები და რა თქმა უნდა, ჩემს დაბადების დღესაც ვიმღერეთ ჩვენი დუეტი. რაც გვაქვს ჩაწერილი. დუეტით იწყება ყველაფერი. ხო, ჩემს სოლო კონცერტზე ვიმღერეთ და მე გავიმეორეთ და გადაგვიღეს ვიდეოები და რაღაც ვირუსულად გავრცელდა ეს ჩემი და ლუკას ვიდეო და მანდ მივხვდი როგორი არა ვირუსულად თუ გავრცელდებოდა და გადაწყვეტდნენ ინფლუენსერების დაბადების დღეზე ძალიან მეზარება ხომ მე ტრაქი შეგანათო და რა უბრალოდ ინფლუენსერი არ ვარ მე არა არა მე მომღერალი ვარ შეხონდა არა მე მართლა არ ვარ ანუ ინფლუენსერი არა უბრალოდ ჩემს დაბადების დღეზე მოიხარა ძალიან ინფლუენსერი პატარანანი ნუსათოფურია თუ პირდაპირ ნუსათოფურია პატარანანი იცი რა მითხარი ამ ლუკაზე მაინტერესებს იმიტომ რომ ხო და მაგას გიყვები რომ ეს ხო გავრცელდა რა ვირუსულად და გოგოები რა მესიჯებს წერდნენ იცი ლუკაც ახლა გაიგებს ალბათ თუ უყურებთ ნუცა ძალიან გთხოვ ლუკა არ წამართვა ნუცა მე ლუკა ძალიან მიყვარს და გთხოვ რომ არა ლუკას ყავს ეს ძალიან ის გოგოს მოწონს ახლა რა თქმა უნდა და ეს გოგოები მე მწერდნენ და მე ვეუბნებოდი რომ არ ინერვიულოთ გოგონებო არაფერი არ ხდება, ყველაფერი კარგად არის, შეგიძლიათ იბრძოლოთ ლუკასთვის. ანუ შენი აზრით ეხა ეს ისტორია რომ მოყები, შენი აზრით დაგვავიწყდებოდა რაზე რითი გავაგრძელებდით, ეხა ჩვენ გაგრძელებათ თემას? აღარ დაგავიწყდებოდათ? მითხარი, ლუკასნაირი ბიჭები მოგწონს? გიორგი. საინტერესოა რა. ლუკა არის ჩემი ძალიან კარგი მეგობარი. მაგრამ ლუკა რო არ იყო. ლუკასნაირი ბიჭი რას ნიშნავს? აი ლუკასნაირი გარეგნობის რაღაცა აქცევის ბიჭი მოგწონს თუ არა? ხო, რა საინტერესო. ძალიან მარტივი კითხვა. რა მარტივი კითხვა, ძალიან მარტივად უპასუხებ. ვაიმე. ave maria. მიდი. მე გავიმეორებ რომ ლუკა არის ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და გავიგე, ლუკა არა. ლუკასნაირი ბიჭი რას ნიშნავს? სხვანაირად ამიღწერე. ამიღწერე სხვანაირად აბა, სხვანაირი. აი ლუკასნაირი ტიპაჟის ბიჭი აი ესეთი შენი მეორე მოწესრიგებული აი ესეთი იუმორი თუ როგორი ისაც აქვს ხასიათი აი ნახოთ თუ გამოჩნდება შევხედოთ წინასწარ არა იმის ხალხი რომ ნახოთ როგორ გავითარდება ჩვენი მოვლენები რამდენად არა ლუკას ანუ ტყუილა მაწვევით ლუკაზე აზრი არაფერი არ გამოგვივიდა ნატო ნატო ძალიან მიყვარს მითხარი შენ თქვი რომ ასაკით უფროსი მამაკაცები მოგწონს არა ანუ კი შენზე უფროსები ხელები ხო რაღაცა არ ვიცი ხა რაღაცნაირად გამომივა მაგრამ რაღაცა რამდენჯერაც შევხედრილო ჩემი ასაკის ბიჭს ცოტა რაღაცა ის არის ხო რამდენი შეხვედრი ხარ ხო მქონია რაღაცა კვეთა აი რამდენი მე აი 2-3 ანუ ჩემი ასაკის ანუ 30 წლის ბიჭები არ მოგწონს ხო 30-ის არ მოგწონს ანუ აი რამდენია 30-ზევით არა აი 30-ზევით არის 40 50 60 70 არა მალე მოკვდება ქონება დამჩება არა უბრალოდ რაღაც ჩემი ასაკის ბიჭებთან რამდენჯერაც მქონია შეხება რაღაცა ცოტა იყო რა და მქონია რომ ცოტა დიდი რა 1-4 აი რას უწუნებ აგვიხსენე ვერ გავიგე შენი ასაკის ბიჭებს გააგებინე მაყურებელს რას არაფერს არ ვუწუნებ უბრალოდ რაღაცა გოგო ხო იცი როგორ არის ეს რომ გოგოები ბევრად უფრო წინ არიან კაცებზე ეს ხო არის დოგმა რომ კაცი ქალზე დიდი უნდა იყოს რატომ არის ეს იმიტომ რომ კაცები უფრო გვიან ღვინდებიან ვიდრე ქალები. ქალები ბევრად და ამიტომ აი ეგ, ამიტომ ჩემ ხელა არის. ისე ჩანაწერებს თუ აკეთებ, თქვა რომ შეხვდები ხომი, აი ასაკი რაღაცა ყველაფერი, საერთოდ უნდა გამოიტანო. ისე შენი პროფესიის ადამიანი შეგიყვარდება?
აი ახლა ნახე გეტყვი. სულ ამბობდი რომ არასოდეს მეთქი ჩემი პროფესიის ადამიანი არ შემიყვარდება, არც ოჯახს არ შევქმნი, არც არაფერი თქო. მაგრამ მე გამოჩნდა იმ კონკურსის ბიჭი. არა. მე პატარა ვიყავ, მაშინ არ ვფიქრობდი მაგას. და მე რას მივხვდი, იცით რომ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აი ჩემს პროფესიას მე ხო სულ რაღაც აქტიური ვარ, იქ ვიდივარ, აქ მოვდივარ, რაღაც ადამიანი კომფორტულად და იღებდეს, ადამიანი ჩემს გვერდით იქნება, თორე ისეთთან აზრი არ აქვს ჩემს ურთიერთობას რა, ანუ ვერ გავუგებთ ერთმანეთს. ფინანსურად უნდა იყოს თუ არა ძლიერი შენი მეორე ნახევარი. უნდა იყოს აუცილებლად შემდგარი, იმიტომ რომ რაზე უნდა იყოს შემდგარი, მაგიდას კამი. უნდა იყოს შემდგარი. და ეს კაცები გონდეს საკუთარი საქმე, იმიტომ რომ მე რომ ექნება ჩემი საკუთარი საქმე და შემოსავალი, ჩემს გვერდით რომ რაღაცა კომპლექსი არ გაუჩნდეს. ანუ ბიზნესი რა. ბიზნესი არ არის აუცილებელი, თავარი იყოს შემდგარი თავის პროფესიაში და ქონდეს საკუთარი საქმე. კაი, იცი რა ბიზნესია საქმე მარტო. მართალია თუ არა ეს ჭორი, რომ ცეკვავენ ვარსკვლავებში? ნუ უსმენ იმას. მართალია თუ არა ჭორი, რომ ცეკვავენ ვარსკვლავებში შენიყავი გამარჯვებული და ბოლო მომენტში მონაცემები შეიცვალა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხმები იყო შენთან შემოსული. კი, ეგ იყო დიდი ხმები ჩემთან შემოსული და ეგ მე ზუსტად ვიცი რომ იყო. მაგრამ აი ეს კონკრეტულად ახლა მე გამარჯვებული ვიყავი და თავს მეთქი არა, მაგრამ არის ეჭვი არის რომ შენ გახარ გამარჯვებული. შენთან მოიგო რა ქვია ბიჭს? თედომ და ესე გავიგე ამბავი რომ შენ ფინალში, ანუ ერთ-ერთი მიზეზი შენ რატომაც არ მოიგე ეს პროექტი იყო რომ კულისებში შენ გითქვამს რომ მე ამ ბინას გადავცემ საჩუქრად თედოს. თუ მოვიგე ეს ამას ვამბობდი. ეს ერთხელ კი არ კულისებიდან შეება მოხდა ჩახსნა ამით, იმიტომ რომ არ იქნებოდა ეფექტური ნუცა საჩუქრაში გამარჯვებული. როგორი თავდაჯერებული ხარ, იქნება და ვაფშე ვერციგებდი, რატო ამბობდი? არა, ნახე მე ვამბობდი ესე, რომ თუ მეთქი მე მოვიგე მეთქი ჩემთვის და თედოსთვის, ანუ ორივესთვის სხვადასხვა მიზანი არის, მეთქი ეს ამ პროექტში გამარჯვება. ჩემთვის იქნებოდა ეს სტატუსი და ჩემთვის იქნებოდა ეს რომ აი მე ძალიან ბევრი ვიშრომე ვიწვალე და ვარ გამარჯვებული და თედოსთვის შეიძლება იმ მომენტში სახლი უფრო ღირებული ყოფილიყო. ანუ შენ ხო, მაგრამ შენ მაინც ფიქრობ იმას, რომ ეს პროექტი შენ არის შანსი რომ შენგან მოგებული. არის ესეთი ფაქტი, მე მაქვს გაგებული, რომ ეს იყო ეგრე. ანუ ოჯახმა გამორიცხა, ხო? ბინა რამდენი კვადრატული იყო? 25? ბინა იყო ბაკურიანში, აპარტამენტი. 25 თუ 30 რაღაც ეგეთი კვადრატი. შენ კერძო სახლში არო შენი ოთახი არის 100 კვადრატული. თუ გარდერობი გაქვს 100 თუ სააბაზანო აღარ მახსოვს. არ მაქვს, ჯერ რემონტია ჩემს სახლში. ჩვენ სადაც ცხოვრობთ ჩემი ოჯახი რემონტს ვაკეთებთ ახლა. გაგიმარჯოს კერძო სახლში აკეთებთ რემონტს, რამხელა თახები დაიხარჯება. იტალიური ეზოა. რა მნიშვნელობა იტალიური ეზოში კერძო სახლი მაქვს ნანახი ეზოც და სახლის და ყველაფერი. იტალიური ყვითით ერთ. დაგპატიჟებთ. კაი, შემდეგი ამბავი. ჩემი შემოსავლებით ჩემი გოგო, ნუ ესე იგი შენ და შენ მეგობრებს სოციალურ ქსელებში გააკეთეთ რაღაცა ჯგუფი სვეტკები. სვეტები კი. სვეტები. აი ხო არიან იქ რაღაც მეგობრები, იმათ მიბაძეთ მეგობრები რო არიან? არა. ჩვენ ესეთი უწყინარი ის იყო, ერთდღიანი, ჩვენ გვეგონა რომ იყო ერთდღიანი ჯგუფი, რომ ვიხუმრებდით. რაღაც პატიკოს იდეა იყო, რომ რაღაც ვენესუელური სერიალის ვიდეო გადავიღოთო და ესე გვიღებდა. ამაში ხართ? 5 ერთად ვიყავით. და გადავწყვიტე რომ ერთი დღე ვიხუმროთ თქო, მაგრამ მე რო გავაკეთეთ ეს ჯგუფი და მიხვდით რომ ფინანსურად მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო. ეს ჩვენი წამოვიდა რეკლამები არსაიდან. ესე იგი ამ ჯგუფში იყავით. ვიყავ. შენ ლოლა ხა, ლიზა, თაკო, ლოჩაშვილი. თოი რა ვქნა? თული გვარია. თავიდან ჩამოთვალე. პატრიკი. ხა. და ლიზა ქონიაძე, ჩემი ლიზა. თოი მე როგორც არის ისე ვიძახ, ჩვენ ერთ ბუნებრივად ვაკეთებთ ყველაფერს. გამეცინა და ჩამოთვალე. ეხა რა მითხარი შენ? პირველი დაძაბულობა მოხდა თქვენ მეგობრებში და გააგდეთ პატრიკი. ამ ჯგუფიდან და დაწერეთ რომ 5-1, ანუ პატრიკის გარეშე. ხო ეგრე იყო? კი. ეს ხდება სადაც, აი ხო ხდება დაძაბულობა, ხო ყובה მეგობრებში რაღაც პერიოდი. მე როგორ არ მინდა ეხა ყველაფერი მაქავლაპარაკდე და ყველაფერი მომყვე. პატრიკი გააგდეს ამ ჯგუფიდან გოგოება და დააწერეს ან ნაგლად 5-1. ნახე, აგე გახსნა დაიწყო. ხო, ნერვილობა დაიწყო. მე ამას მოყვა გაგრძელება.
და ამ 5-1 მოხდა რომ საერთოდ დაიშალინა ბიცლზებივით ესენი. და ნუცად დარჩა თელი. ხო, თელი. მიზეზი რა არის? კაი, პატრიკის მიზეზი გავიგეთ, შეიძლება რომ აგვიანებდა მძიმე ხასიათი რაღაცები გასაგებია. ხო, რა სერიოზულად მივიღეთ სვეტები რა. რა თქვენ გოგოებში რა მოხდა? ამ უახლოეს მეგობრებში რა განხეთქილება მოხდა ისეთი? ეხლა მე ვიტყვი. ან ვინ იყო მიზეზი? თქვა სიმართლე? მიდი, მეც ვიცი. ყველაფრის თავი და თავი. ყველა განხეთქილების ავტორი იყო პატრიკი. ანუ? აი. რა ანუ? პატრიკი. ანუ პატრიკმა შეძლო თქვენი მეგობრობის დანგრევა. არა, ნახე ეს ხო შევქმნით ეს სვეტები და ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი სერიოზულად რო განვიხილავთ, ეხლა ამ სვეტებს ძალიან სასაცილო, მაგრამ დაი განვიხილოთ. ხო ვიყავით ეხლა და იქ რაღაცა მერე ვიღაცას ცოტა ნაკლებად მოწონს ვიღაცა არ მოწონს და ასე. სამეგობრო წრეში. ხო. და ვის მოსწონდა? სამეგობრო წრეში. ხა ფაქტი ხო იყო რომ ხა პატრიკი უცბად აღარ არის სვეტებში და ლოლამ გააგდო. და მე თქვენ 4-ხეულში გოგოებში რა მოხდა ესეთი რომ? არაფერი არ მოხდა რა, ჩვეულებრივად არის ეს გვერდი. შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ, არაფერი გვერდი აღარ არის, აღარაფერი არ იდეა. დამნაშავეთ არ გძნობ პატრიკთან ესე რომ მოეკეცი? მე არ ვძნობ საყვარელო, მე მეგობრები აგერ პატრიკთან მას. კიდე ახლა ლოლაზე შური ვიდოდა მაგის შეყვარებულ სახელ და გვარი გამოვაჭენო ეგ. რადგან წავს ვიკავებ. თუ კაფები და ჩაგლებით გამომეყიდოს. ლოლა, პატრიკი დააბრუნე იმ ჩაჩი თორე შენი შეყვარებულ სახელ და გვარი დაიპოსტება სამშაბათს. იმ ჩაჩი. არა, სარკასტიკაში საერთოდ კაი ნახავთ მილიონამდე ადამიანი. მე თუ რამე გამომეყარება. მე თუ გადაგწვა ყველა ლოლა არ გაგვიკვირდეს აი აქ რომ ის ქნას გადაგწვას. მე აქედან გავალ და მე თქვით ძალიან ამ ცოდვის ბუდეში ფეხს ვერ ჩავდგა. კაი, ეხა მითხარი რა ამბავი იცი? მე ძალიან ბევრი ამბავი გაქვს. იცი სხვა შორს ვიძახთ, აი რომ მომყავდი გადაცემაში, ბევრმა მითხარო, ნუ ყველას უყვარხარ, მართლა, დადებითად არის ყველა განწყობა, მაგრამ მის ცხოვრებაში რა ხდება ისეთი ხმაურიანი, სკანდალური ჭორები, არაფერი არ ხდებაო რა, ძალიან მშვიდი ცხოვრება. მართლა პენსიონერი ვიცხოვრობსო. ეხა ნახე რამდენი რაღაცას ყვებით რა, არ ვჩერდებით. ეხა ფაქტია რომ ბევრ რაღაცა მოვყევით. ეხა ერთ-ერთი ამბავი არის კიდე ჯიმი ჩუების ისტორია. თითარი კოკოები. ანუ შენ დაიწყებ ამის მოყოლას თუ მე დავიწყო? არ მე დავიწყებ. და შენ დაიწყებ, მაინტერესებს რა იცი. მოკლედ, ნუცა იყო დაპატიჟებული, რომელ ქვეყანაში იყავი? ეს ქვეყანა არ მახსოვს. სად ვიყავი და? გონი საფრანგეთში. რაღაცა არასწორი. არა, როგორ არა, შენ მიგიწვიეს, შენი ნამღერი მოეწონათ და გადაწყვეტეს რაღაცა რომელიღაცა ქვეყანაში მიეწვია რაღაცა სიმღერაზე თუ რაღაცაზე, აღარ მახსოვს. ჯიმი ჩუ და ეგ არაფერს შუაში აცდი ეხლა. როგორ? ორი სხვადასხვა ისტორია გაიგე და აცდი. არა ვცდი, არა. აი, ხომ მოგიყვანა. ჯიმი ჩუს მაღაზია საქართველოში არ გვაქვს და ეხლა ვაგზალზე თუ გაგიყვანა ჯიმი ჩუს აყიდო. რომში ვიყავი. ხო, მან არ მივდივარ. ხო და არასწორი ინფორმაცია. რატო იყავი რომში? რატომ ვიყავი რომში? ვინ წაგიყვანა რომში? ვინ წამიყვანა რომში? მე ხომ მოგიყვებით. მოკლედ მე ერთ მშვენიერ დღეს ბრავო რეკორდსიდან და ჩემო რა თქმა უნდა მარინა ბერიძემ დამირეკა და ზაზე შენგელია ორივემ ერთად რომ მოკლედ ბრავო რეკორდში გელოდებით. ზაზე შენგელია ის ხო? ოკეი, მითხა. ჩემი ზაზა. შენი ზაზა. ჩემი მეგობარი. ჩვენი საყვარელი ზაზა. ჩვენი არა, შენი. მე. შენი ზაზა, ჩვენ მუსიკას და რა. ჩემი ზაზა, აბარა, ჩემი ზაზა და ჩემი მარინა და ჩემი ყველა. მე მარინა და ეხლა ჩემი მარინა და მარინა ისეთი ამოიჭრება და დარჩება ჩემი ზაზა. და გული. ბაბა ბუ შეიძლება. ხო და მოკლედ ადამიანები არიან მოსულებიო, ვისაც უნდა მოხვიდეო რა და არ მითხრეს, რომ არ მენერვიულად. ანუ მე რამ სხვას ყვებოდი? არა, გითხრა. ხო და მივდივარ ბრავო რეკორდში და ხვდებიან ესე 5 კაცი, ესე ზის სკამზე და ერთი მიკროფონი დგას შუაში და ზაზა მეუბნება, ეხლა მიდი და იმღერე ცხოვრებაში, რაც კი არ გიმღერია, მთელი გულითო რა, იმიტომ რომ უნდა იმღერო. დავდექი და ვიმღერე. რა იმღერე? იავნან. აბა დაიწყე. დაიცინ. არა, ამაზე ვერ ვიღადავთ, იმიტომ ფანტასტიკურად ღერის ადამიანი. არა, დაიცა იცინის, ეხლა მე ამ ჯიმი ჩუს კი რა ჩიფექს ბოტაცებს არ მიცემ. მოკლედ ვხები ეს იმღერე და მოგცეს ჯიმი ჩუები. არა, ჯიმი ჩუების ისტორია მე. ისტორია, ხო და მოკლედ ეს ადამიანები იყვნენ სპონსორები. რომლებსაც ანუ ესე საქველმოქმედო პროექტი ჰქონდათ და რაღაცა ახალგაზრდა დამწყებ მომღერლებს რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდება. პატარა ნანი ბრეგვადი ხარ რა დამწყებებში წახვედი. მაშინ პატარა ვიყავ 19-ის და ორიგემდე ჯიმი ჩუს. პროსტა ისტორია შეხედე 19 წლის გოგო ჯიმი ჩუს ფეხსაცმელია. ხო და ეს ადამიანები იყვნენ და მოკლედ გადაწყვიტეს რომ დაესპონსორებინათ ჩემი პირველი სოლო კონცერტი და სოლო ალბომი. ანუ რამდენი ლარი მოგცეს?
ჩემთვის არ მოუწია. ხო და ეს ის არის რო საუბრობდნენ ძალიან ბევრს რომ ხო და ეს სპონსორი, ხო, აი ეგ კაცია. თაყვანისმცემელი და 82-ის თუ რამდენის იყო? არ ყოფილა 60-ის იყო. ისე შენასაკენ 60 და 82 შორის დიდი სხვაობა. აი ეს ჭორებია. რამო მე არაჩვეულებრივი ადამიანი მიხვდით მე წაიყვანეს ეს რომში. არა. დატოვეს გზაზე. მოყევი აბა. ხო და ეს ხო მოხდა. ხო, მოკლედ მოყევი გოგო, რა თქმა უნდა, 60 წლის კაც. ძალიან მოკლედ ყვები. ისიც აღარაა ცოცხალი მე მგონი. მოყევი. ხო და ეს მოკლედ ჩატარდა, ჩემი. ქართველია? კონცო, აბა. ანუ შეიძლება ცოცხალია და გვისმენს? ძალიან კარგად არის ადამიანი კაცი. ვაიმე, ცოცხალი, მე მეგონა არის ცოცხალი. რა კაი კაცი ყოფილა ქველმოქმედი. მაგრამ იცი როგორი ქველმოქმედია, რაც კი საქართველოში ხელოვნებას ეხება ყველაფერს. თქვი ვინ არის მე? არა, სახელს და გვერდს. ეხლა არის 60-ის? მაშინ იყო 65-ის იქნება ალბათ უკვე. ხო და ამ მე კაცმა მერე ჩვენ მე ჩემი ძმა, ჩემი ოჯახი, მე ოჯახით დავდივარ ყველგან, გაგვიშვეს რომში. და ნუ რაღაც გაგვახარეს და იქ რო ჩავედით, გადაწყვიტეს რომ ჩემი სოლო კონცერტისთვის მე უნდა მცმოდა რაღაცები. ვინ არის 60 წლის მამაკაცი, ვინც დააფინანსა ნუსა თოფურიას მოგზაურობა, სოლო კონცერტი, ალბომი და ჯიმი ჩუს ფეხსაცმელები. გოგო, გელა ბარკალაია ხო არა? არა, ჩავაგზდე, მე რაღაცეები მიყიდა, კალო, ჯიმი ჩუ გიყიდა, ერთი კი არა, 10. ნუცა, გელა ბარკალაია ხო არ არის? არა. არა? არა. და მისმა წარმომადგენლებმა მე შემიძინეს სხვადასხვა ტანსაცმელი, რომელიც უნდა მცმოდა კონკრეტულად კონცერტზე. უფრო დეტალურად, იგივე ყვებოდი მე, უბრალოდ ესე დეტალურად არ ყვებოდი, ჩაშლილად, მუსიკალურად. ხო აინტერესებს ხალხს როგორ მივედი. ხო, მაგრამ ახლა მივიდა მე ამ ჯიმი ჩუს მაღაზიაში. მოკლედ რაღაცების ყიდვა უნდათ, ნუ 19 წლის გოგო მუკე იცოდა სადრსა უნდათ, ჯიმი ჩუში მივიდა. იმაში კი არ მივიდა ზარაში, H&M-ში რამე ბალეტკები ეყიდა, ჯიმი ჩუში მივიდა. იმ ქუჩაზე. ანუ იმ ქუჩაზე არ იყო თორე სხვა ქუჩაზე გადაგეხვია და იქნებოდა იქ. აი კონკრეტულად იმ ქუჩაზე უნდა ყოფილიყო. ხო, და მოკლედ იმ ქუჩაზეც აარჩია ყველაზე ძვირიანი ჯიმი ჩუ. ყველაზე ძვირიანია ჯიმი ჩუ. ხო, ვიცით. ტიპიური გოგო რა, ტიპიური გოგო, თუ დაინახა კაცი რომ ხულიანია, ატყავებს ბოლომდე, ხო როგორ. გალო, ჯიმი ჩუს პასები ხარ. ჯიმი ჩუ იწყება $2000-დან. მოიცა ერთი წამი. არა, მოიცადე. ამ ჯიმი ჩუში რომ შევიდა ჩვენი ნუცა, თუ არ არის სიმართლე, მითხრას რომ არ არის სიმართლე. თქვა რომ აი იცით რომ აი ეს მომწონს რაღაცა რა, ესე მოკრძალებით, აი იცით აი ეს $3000-იანი, აი ეს მომწონს. მოკლედ ამათმა გადაწყვიტეს რომ აი ეს უყიდონ რა, რადგან თქვეს რომ გიყიდითო. ის კაცი აფინანსებს 60 წლის. იქ არ არის ის კაცი. არა, შორიდან აფინანსებს რა, ხო, მაგის თქმა მინდა. არა, ეს იყო პროექტის ნაწილი, ეს ყველაფერი. ხო, ჯიმი ჩუთი უნდა გასულიყავი იქ სცენაზე, რომ სხვა ფეხსაცმელი იმ სცენაზე არ. კაბით და ჯიმი ჩუ. ხო. ანუ იავრენას მაგრამ არა, მოიცა, ერთი ჯიმი ჩუ უნდა ყოფილიყო. მე ამ ჯიმი ჩუს ერთი არჩევანის დროს, ესე გაიარ გამოვიდა, მოეწონა მეორე ჯიმი ჩუ. ვაიმე, ეს ხო არ ჯობი, აი ეს იქნება ეს იყოს. ამ გავლა გამულაში მე ვაიმე იქნება, იქნებდა ეს იყოს. რამდენი ჯიმი ჩუ გიყიდეს? ვაიმე, ძა 3. პარამ! ანუ სამი ჯიმი ჩუ ის კაცი იმის მერე არავის არ უნახავ. გამომძალველი. ისე არ შეგცხვა რა ესე ვთქვათ 19 წლის გოგო. არ შემცხვა. მაგიტო არ ოჯახთები და ესე ყოლეფავ შენ კაცებს. აგზავნიდებ რაღაცებს. ეგ იყო ყველაზე ისეთი მსუყემსხვერპლი. მიხვდი? ბრილიანტის ბეჭედი. მსუყემსხვერპლი. მსუყემსხვერპლი. ბრილიანტის ბეჭედი ჯერ არ ვიცნობ. რაღა უნდა გაიცნო, ალბათ ყველაფერი გაყიდა და ვეღარც გაიცნო. ისე სხვათაშორის მე გეტყვი რომ ეხლა ჯერ ეს გაბაზრებული არის ამას გადაცემიდან ალბათ ამოვჭრით. არ გაგიტყდეს სახე, თორემ მე შეიძლება კაცებს თვალი ჩაკრა, რო ისწავლო, ჩემ ხარეს უნდა ჩაკრა და არა სტუმრის ხარეს, იქება მაგაში გავერკვიო. აკეთ ვერ ვკრავ, ბიჭა, ორივე მეხუჭება. აკეთ უკრავ სტუმარმა რომ დაინახოს, რომ ვიტყუებით. ძალიან საყვარელი. აი გავდი. ბრილიანტის ბეჭედი ხო არ გინდა მე დანაზღომ დავაბრუნოთ. ჩვენ ვიცით გამოგიგზავნა. მართლა? კი. თუ იცით მითხარით მართლა, მაინტერესებს. მადლობა, ხომ უნდა გადავუხადო. კი. მაგრამ რა მითხარი? აი ეს ამდენი თაყვანი მცემელი რო ყავს, აი ეს როგორ იგერიებ ამათ? ან ხო აი მაინტერესებს მართლა როგორ იგერიებ? არ ვიგერიებ. ბლოკავ ალბათ. ანუ პირდაპირ აგზავნი ანგარიშის ნომერ და იმას. არა. მის ამაცად გამოგზავნო საჩუქარი. ჯერ ვცდილობ, რომ ანუ თუ ზღვარი გადმოკვეთეს. აი რა არის შენი ზღვარი? რა არის შენი ზღვარი? შიშველი ფოტოების გამოგზავნა, რო გიგზავნიან? არა. გამოგზავნიათ ეს შიშველი ფოტოები? გამოგზავნიათ, კი. რა ნაწილები? სხეულის თითქმის ყველა ნაწილი.
ვაიმე რა სიძახი. ნუ ხა გამოუგზავნიათ და მოგატყუოთ. კი უბრალოდ მე ასეთ ადამიანებს ხო მე რო ბლოკავ. მეგობრებს უგზავნი ამ ფოტოებს. ახوارეუბრები რა ამის გამოგზავნა ჯობდა ჯიმიჩუ გამოგიგზავნა. ზედმეტსაგარი ჯიმიჩუ. შენ ამის გამოგზავნა ჯიმიჩუ გამოგეგზავნა. ანა მესელი ხარ ეგ ორი ფოტოს გამოგზავნა პლუს ერთი ჯიმიჩუს გასახები. აქციები. ძაი, ცხაჩერს რა კარგი. ეს ბიჭი მენეჯერად უნდა ავიყვანო. იცი რა, უხერხული სიტუაცია თუ ქონია მაგალითად თაყვანისმცემლისგან, რომელიმესგან, აი რაღაცა მოვიდა შენ მეგობრებში, თავზე დაგადგა. უხერხული ყოფილა კი. აი რა, მაგალითად ერთი. ვიღაცა მოსულა და შენ გითხოვს რომ იცით არა მაგ ხურდა და თურმე შენ თაყვანისმცემელი ყოფილა? ესე რომ მოსულა, უფრო მოსულა ოჯახის წევრებთან, მიხვდით? ოჯახში ესე პირდაპირ. ოჯახ კონცერტი იყო ჩემი და ნამდვილად პირდაპირ მას მოუჭრია დედა ჩემიც ყოფილა, ჩემიც ბაცი ყოფილა და ეს ცეხის ისტორია. ცეხის ისტორია სხვა არის. ხო და რა არის მოყევი? ცეხის? ხო, რა არის ცეხის ისტორია? ცეხის ისტორია არის? იცით თუ არ მოყვები ჩვენ მოვიგებ ამ ამბავს მაინც გავიგებთ ახლა და მე ჩავამატებთ. გიყვები? რა სარყვები? მოკლედ რაღაცებს ხუცი რა არასწორად ყვები და მაგას ჩვენ ყველაფერს იმას ვიწევთ. ამონაცება ერთი მარკუს მეტრეველმა თქვა არ არის და ყველაფერი ამონაცება. ეხლა წასულია სადღაც ტირის. მერე? როგორ გაამწარეთ? ის ადამიანები ვინც რაღაცებს გიგზავნიან ის ჯიმიჩუ ყველაფერი ამონაცება მაღაზიებიც ის 60 წლის კაცი 65 ყველა იქნება. ის ბიჭიც. აბა ცადი აქეთა თვალის ჩაკვრა. ჩემი ოცნება რომ აი თქვენ იმაში ეს რო ამონათდება ის ნახო. შენ გონი არ ამოვანათებთ? ერთი ნანუკა ჯორჯოლიას ეგონა რომ არ ამოვანათებდი და ერთი შენ აგედა. ლოლადის შეყვარებულსაც ამოვანათებ. იცი მე მაგ სოდოში ფეხს ნუ ჩამატკმევინებ მე აქედან გავალ და მე რა თქვით. კაი, შენ მითხარი მაგის შეყვარებული ვინც იყო და რას ქვია? გიორგი მკითხრა ეხლა ეგ. მე? ხო, აბა შენ შენ არ მოყევი ერთად რო ვისხედით? ოჩენა რა თქვი? აი არე გამოჭრილია. გაგწავს ლოლა დედაბუდიანად. არა, მან თუ დაედება. ხო, ოღონდ ისე რომ ისიც არ ეკაბა. შენ არ ხო, ის ანოში, არა, ანოში, კებაც თუ. რა ხდება შენ სამომავლო გეგმებში? ჩემ სამომავლო. მე მგონი, ბევრი ვისაუბრეთ. ხო, კი. და კარგადაც ვისაუბრეთ, ამოვწურეთ თუ რამე გაგსათქმელი გითხარით, მაგრამ მგონია რომ ყველაფერი. არა, ყველაფერზე ძალიან მშვენივრად ვისაუბრეთ. სახელდაგვარებს შენ ყოფილების მე ტიტრებში გავუშვებ პირდაპირ, ჩამოვშლით. ჩემი ყოფილების, აუცილებლად. ხო და ჩემ სამომავლო გეგმებს რაც ეხება, ნუ ვაგრძელებ ჩემს მუსიკალურ კარიერას, ასევე სამსახიობო კარიერას და ჩემს აქტიურობას სოციალურ. ამ თეატრში რა გინდა? შენ არ ხარ ჩემ სპექტაკლზე? არა. რატო? რა ვიცი, მაგაზე პასუხი მაქვს ხუმრობით, მაგრამ არ ვარ ნამყოფი. თან ისა ბიზნეს განვითარების მენეჯერი ხარ და სად ერეკლე სად თეატრი სად სიმღერა. გაიძულეს რომ დაგემთავრებინა. რა გინდა ამ თეატრში? რა სერიალშიც ხარ? ხო. ანუ ფინანსურად დაგაკლდა სიძლიერე თუ აი ყველგან ყველაზე ნაკლები ფინანსური ბენეფიტი არის რაც თქვენ ჩამოთვალეთ მაგალითად. ოჯახი რა ფულიანი რო არის ყველგან ხო უნდა სიმღერა მართლა შეგიძლიათ ის დანჩენი. კაი, ესე იგი მუსიკალური სამყარო, ესე იგი ალბომი გამოუშვი შენი. რაღა დროსია? ის ძველი ალბომი მაჩუქე ბათუმში? ხო, პირველი ჩემი. ჯერ ესეთი ძველი არა, პირველი. 10 წლის ალბომი გამოუშვე და ისეთი პრეზენტი გაუკეთა, მეგონა გუშინ დაამთავრა ამ ალბომზე მუშაობა. ხო იცით რომ მაინც არ იყიდება და რაღაცა. არა, ეგ გასაყიდი არის. ეგ ალბომები არ იყიდება, ეგ ისინი სოციალურ ყველანაირ პლატფორმაზე იტვირთება სიმღერები და ეს ალბომი არის 3 თუ 4? 10. ეს ალბომი არის უბრალოდ ისეთი, მიხვდი რომ აი კონცერტი და აი თვეში რამდენს გიწერს ეს 10 სიმღერა? არ იყიდება. ანუ ალბომები არ იყიდება. რა მითხრა, შენი სიმღერებია თუ ეს შენი სიმღერა რემიქსი? ქავერი და მე აი ხა მაგალითად იცი როგორ რაღაცას სახიან, აი გული რო გავიხაროთ და ჩვენც რო ვთქვათ რომ სარკასტიკის გადაცემები დისკზე ჩავწერეთ. ხო. ეგეთი ხო? მე ჩვენს თუ გვეყოლება 60 წლიანი დამფინანსებელი ჩავწერთ გადაცემებს, რას დავეცეთ. ჯიმიჩუსაც ჩავიცნეთ, მოვტეხავთ იმ ქუსლებს და ეგ არის. ეს კაცი ყველა ხელოვნებას ასპონსორებს და ვაჩვენებთ ეს გადაცემას და იქნებ რა ქვია? ისა რა ქვია? არ მაქვს უფლება. არ გაქვს უფლება უფლება სახელი და გვარის. წეხან თქვა რომ არის ბატონო X. ბატონო 60 წლის ახალგაზრდა ბიზნესმენო დამფინანსებელო ქველმოქმედო მამაკაცო. ჩვენს გვჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ გვჭირდება ჯიმიჩუ არ გვინდა,
შემოდის გადაცემაში სპონსორი Tom Ford-ი მინდა. Zara უნდა თამაზას. Всё? საკმარისია? რასაც იზღარი არსება. აი აბა. საკმარისია ეს ინფორმაცია? კი. დამეხმარეთ. ანგარიშ ნომერს მივუთითებ. ქეში რა ანგარიშის ნომერი და ეხლა ის. ნახე რეებს ხეთქავს ქეში, ანუ ნუ მეტენები შენთვის Tom Ford-ი დააბარე, ჩემთვის Zara. რადგან შენ გაქეს ტრაგედია, ჩვენი აზრით, რომ ვერ პოულობ მეორე ნახევარს. რა გირჩიეთ? ეს ტუჩები სუდასვენებული გაქვთ, არავის არ კოცნი არასოდეს, მარტო ჭამისთვის არის ეს ტუჩი ამგამნამ. გადავწყვიტეთ, რომ ქვეთამაში ვითამაშოთ. ქვეთამაში? ქვეთამაში, თავად თამაშამდე? კი. ქვეთამაში ვითამაშოთ და გამოვავლინოთ მამაკაცი, რომელიც ყველაზე მეტად შენთან ახლოს არის და მოგწონს. ვაიმე. რა კარგი, თუ ამაში დამეხმარებით, რა კარგი იქნება. ან შენ გეხმარებით, ან იმ კაცს ვეხმარებით, რომელიც ან იმ კაცს უყურებთ, რომელმაც მე შემდგა დაგახარჯოს ფული. დავიწყოთ? დიახ. ზოგი წოლიანია, ზოგი არაწოლიანი. შენ იძებ საქმროს. თამაშია, ხო? თამაშია, შენ იძებ. მე მგონია, რომ ამ ქვეთამაშით გავარკვევთ, როგორი ტიპაჟი მოსწონს. ხო. ხო. კაი. მაგრამ როგორი ტიპის არის? ან 2 მეტყვით და 1 უნდა ხო, 2 და მე რიგითობით ჩაენა. მაგრამ შეზღუდვა 2-დან კონკრეტულად მე ძალაუნებურად 1 უნდა ავარჩიო და ეგ ხა. აი მე ხა 10 კაც ვერ მოგიყვანთ აქ. 1 მილიონში ვერ ამოვარჩიე ხა 2. ჩავიწყეთ. ნიკოლოზ ბასილაშვილი თუ გიორგი მიქაუტაძე. ორი სპორტსმენი. ხო. ერთი ტრამირებული და ერთი ბედნიერი. ნუ აი შენთან რომელი უფრო ახლოსაა? რომელს აი ჩაიგდებდი კლასში. ფინანსები ორივესაა კარგი. არ მინდა კლანჭებში ჩავარდნა, მაგრამ ალბათ ბასილა. აი შეუღერო, ნიკადოროყაშვილს ეს მოუჭრე გაუგზავნა. ნიკოლოზ ბასილაშვილი თუ არჩილ თალაკვაძე. ბასილა. რას უწუნე პარლამენტარებს? ნიკოლოზ ბასილაშვილი თუ რატი დურგლიშვილი? მე ჩემი საყვარელი რატი. ბასილა. ნიკოლოზ ბასილაშვილი თუ ფადი ასლი, ბიზნესმენი. რაღაცინე, დასაცინია ფადი ასლი. ბასილ, არა, ჩვეულებრივი ადამიანია. რას ხორხოთ? ფადი ასლი. ნიკოლოზ ბასილაშვილი თუ ირაკლი კვირიკაძე. ირაკლი სახე. სიმპათიური ბიჭი როა ამერიკაში თვითონ. ირაკლი კვირიკაძე თუ ლაშა ბექაური. ირაკლი. ირაკლი კვირიკაძე თუ გიორგი გაბუნია, ტელეწამყვანი. რომელი გაბუ? ტელეწამყვანი, რუსთავიორი არა, ვის არის? ჩემი გაბუ არა? თავარი. ჯულიეტა ვაჩაყმაძის შვილი. ხო და გაბუზე ამბო? ხო, ქალო, ხო, მომწყდა მუცელი. ვიდი ამოღერე. გაბუ ჩემი მეგობარი, ამიტომ ირაკლი. ირაკლი კვირიკაძე თუ თემურ ჭყონია. მანი. ირაკლი. დიახ. დედა რა კოკაკოლა. ტრანჭები ირაკლიზე, ვაიმე. რა ბიზნესი დავკარგეთ, ყველა მეგობარი ავშენდებოდით კოკაკოლაში ვიცურავებდით, დედა. კაი, ჯანდაბას. ირაკლი კვირიკაძე თუ ირაკლი კუპრაძე. ირაკლი კვირიკაძე. რო ეთქვა ირაკლი კუპრაძე. ირაკლი კვირიკაძე თუ ილია სულომანიძე. სპორტსმენი, ჩემპიონი. ვაი. აი როგორ სულ ბიზნესმენი რა კარგად ისიზა სპორტსმენები არა. აი გეზდარება. მიდი თავიდან. ირაკლი კვირიკაძე თუ ილია სულამანიძე. ირაკლი. ირაკლი კვირიკაძე თუ კახი კალაძე. ირაკლი. რას უწუნებ თბილისის მერს? თბილისი მაღაზიაში. ირაკლი კვირიკაძე. კაი. ირაკლი კვირიკაძე თუ გელა ბარკალაია. მე მგონი ისა 60 წლის. ირაკლი. გელა, ქალო, გელა, მანქანები გვეყოლებოდა. გელა შენ ყავდი. ჩვენთვის დამზადებული ნარდი გვექთ. გელამ თან ახალი მანქანები ჩამოიყვანენ და როგორ ბატონი გელა საყვარელი ირაკლი. ირაკლი კვირიკაძე თუ ნიკა მელია. ირაკლი. ირაკლი კვირიკაძე თუ გენო პეტრიაშვილი. ირაკლი. სად არის ბიჭი ახლა ვიპოვო სახელი და გვარი ზუსტად? ეხლა მე შეყარებულიც კი? ოი სადე? ეხლა შენი შეყარებული მამა. ბაბა ბუბუ. აი წერია, ჰა. ბუბუ. არა საჭირო. ჩემო საყვარელი. არ არის საჭირო. გიორგი, ჩამახედე შენს ლეპტოპში რა გიწერია. არა, რას ისულე რაღაცები მიწერია. კაი, ირაკლი კვირიკაძე თუ გძელდება? ბოლო. ლუკა ჭოხონელიძე. ლუკა. ნატო გამზადე. ნატო თეთრული გადა. აბა ნატო წავიდა სატინები. ვეფხის წყალს არის მოგვაკ.
აქ ხმლები გვიდა. სატინა თუ აბრეშუმი? რა სატინა თუ აბრეშუმი? სატინა თუ აბრეშუმი? საბრეშუმი. აბრეშუმი. ისე თავიდან სატინას გირჩევთ. კაი. შენ რატო იცი? შენ რატო მირჩევი? ეს ხო იყო დაოჯახებული. რა? ამას ხო კარგად ამოჭრით. აბა მიდი რა. არა მოჭრი, ამას არ ამოჭრი, გამიტრაკე საქმე, შენი ოჯახური იყო დაოჯახებული, ხალხო და რა რა ქნა. ცოლი ყავდა? რაღაცებს იტყვება. არა, ყავდა. გაჩუმდი. ყავდა. იყო ხალხო დაოჯახებული. დედა მომიკვდეს, იყო. გაიგეს ბიჭო, გაიგეს. მომი. ამოჭრით, არ ამოჭრი. რატო აიჭერი საყარელო? მე ზოგადად არ მიყვარს პირად. რა მიშობ, ამას არ ამოჭრი ახლა. ჩემზე რო ლაპარაკობ, ყველაფერს ახლა ის. აი ახლა ჩემი ჯერია. მოიცა მეც ამოვიღო აბა. ვინ იყო? და რამდენი წლის წინ? სხვა თემაზე გადავიდეთ საყარელო. მეც ეგრე ვიტყვი. კაი, შენ ვეღარაფერს ვეღარ იტყვი, დავამთავრეთ ინტერვიუ. მოგეწონა ჩვენ გადაცემაში ყოფნა. აუ კი ძა. მე მგონი ყველაფერი ისე ვისაუბრეთ. მე მგონი არ დარჩა აი ფიქრი. თქვი, აი ჩემგან ხო გაგიკვირდა ყველაფერი რო ვილაპარაკე მაინც. იცი არ გამიკვირდა რატო? ეხა გეტყვი ძალიან მარტივად. ნუ ზუზუნებთ, გაგიწყდა ხმა. რატო არ გამიკვირდა ეხა შენგან? იმიტომ რომ შენ რო იცი რომ შენ სუბსა ხარ და არაფერი ისეთი შეცდომა ისეთი არ დაგიშვე, შეგიძლია ხმამაღლა თამამად ისაუბრო ადამიანმა ყოველთვის ყველაფერი. მე როგორ? იმიტომ რომ ვინაც ილაპარაკებს და ასე შემდეგ, ხო იცი ენა ზვალი არ აქვს. ძალიან ბევრი საჩუქრები მოგიბზადეთ ჩემო ლამაზო და დახატულო. პირველი საჩუქარი არის საფერო, ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ძალიან მაგარ თმის მოვლის საშუალებებს, შამპონებს, სახის კრემებს, ტანის კრემებს და ასე შემდეგ. მაგით მოგ ეხა თავი დაბანილი, ხო კაია. უნიკალური ფორმულებიეთ არის გადამზადებული და არის ძალიან კარგი. სავსეა. და ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ გადაცემაში, როდესაც შემოდის სპონსორი, რომელიც არის რაღაც მოვლის საშუალებები და ასე შემდეგ, ჯერ ჩვენ ტესტავთ ჩვენ თავზე, რომ მე ანუ რასაც შევთავაზებთ მაყურებელს არ იყოს ვინმესთვის დამაზიანებელი. ფანტასტიკური საშუალებებია. საუკეთესოა მართლა. ასევე ჩვენი სპონსორიდან მულაი თბილისი თანამედროვე სილამაზის სივრცე რომელიც არის და სადაც მაღალი ხარისხია პროფესიონალური გუნდია და ხელმისაწვდომი ძალიან მაგარი ფასები არის ეს არის სალონი სადაც შეხვალ გაგალამაზებენ ისე ამონებენ შენ კი ხარ ლამაზი მაგრამ უფრო მეტად ლამაზი იქნები და ისინი გადმოგცემენ შენ 300 ლარიან ვაუჩერს მე როგორ დასაჩუქრებული ასევე არ თავდება მაგით შემოდახატულო ასევე ჩვენი სპონსორი არის Flame Food რომელიც არის ტრაფიკების ობიექტი და მოკიდა შენს მეგობრებს ხელი და ესტუმრეთ აქედან მე რო წავიდე შვენიერი ახლა კი გადაცემა სარკასტიკაში თამაშის დროა მეგობრებო მე აი როგორ ღიმილიანი სახეები გაქვთ ეს არის თამაში ენების შეჯიბრი აქ გამოჩნდება ვინ როგორ ასავსავებს ენას გით ჩიქაში გისავსავებია გით კიდე მეორე ნახევართან ასე რომ ვინც გაიმარჯვებს ის ყოფილა კოცნაში დაუნდობელი ასე რომ 1 2 3 თამაში დაიწყო ვაიმე ნუცა რა მომჭიდე ვაიმე რა მომჭიდება ვაიმე აგერას ნიშნავს მაინც ვაიმე აი ჩიქაში ვაიმე ნასა ვაიმე ნუცა ვაიმე აუ ნაზღაიძე ჩემი ტელეფონის ნომერი ამوان ვაიმე რა დაგიჭირო ქალო იმ კაც მე იმის მე თავი მე დამუჭირო თუ რა გავაკეთო დამიდა აბა ბიჭკოცინე კი არ დამიძახებდეთ ამას მოდი თავი დაუჭირეო ვაიმე ნაზღაიძე ძველი დრო გაიხსენა დედა იმენა ენა გადაგკლადებში ვარ დაველოდო აი ეთქომა რომ აი ნუცა როგორ აკეთებ რა ვაკეთებ ელი აი რას ნახე რა აი დრიდი ხმერთა ჩემო ვაიმე რა საშიში ენა აქ და წვეტიანი სავსავა ვაიმე მა დედა აი ნანა ვისა ყველაზე მოგრიერო ვაიმე ხმერთა ჩემო რამდენიმე წამშია ისე შევხურდი ვეღარ შევდები ვაიმე შოქში ვარ ეს რა მოხდა სანამ მივიხეთ ანუ შენ მაგრა ალაღლაღებ ესე გავფრთხილე მე
მეგობრებო, ორ შაბათამდე გემშვიდობები. მაშასე მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკა ამით დასრულებულია. ნუზათოგურეს უდიდესი მადლობა. ჩვენ შევხვდებით შემდეგ